მოგესალმებით მეგობრებო. ისევ დააბრუნდა ჩვენი სატელევიზიო შოუ ფუ პოდკასტი. თავარ წამყვან გიორგისთან და ას თუ ისე მიშულან წამყვან მეორე გიორგისთან ერთად. გიორგი თმები შეისწორა თქვენი თხოვნით. კუნთები უკვე მოკლე მაიკები ნელ-ნელა დაცვას ემსგავსება. ხო და ის არის. მე გასწავლე წაყვანა რა როგორ უნდა გააცემეს, იმიტომ რომ თავიდან რო იწყებდი, გერიდებოდა რომ თავი წამყვანი მე ვარო და ეხა როგორ მომახიანდი ძახი რომ თავი წამყვანი. კაი, მიდი დამithრია, შეთვის კაი. არა, ისწავლე მაგას გეუბნები რომ ისწავლე თქო რა. აი თითქმის იდეალური დაწყება იყო, მაგრამ სტუმარიც რო წარგედგინა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რო გითხრათ რომ ის არის თქო რა ქვია. ახლა უკვე ყველგან მომაქცია ეგ. მეშინია. Relax. ვიქტორია ჩვენი ის არის ზედმეტ სახელი ხო არ გაქვს ან რამე შემოკლება თუ არ გეძახიან რა ვიკი დაგიძახოთ ვიკი არის ჩვენი სტუმარი ცნობილი მეთევზე ტბების აღმომჩენელი ქვების გია ჯაჯანძის შორეული ნათესავი ვიკი არის დღეს ჩვენი სტუმარი გამარჯობა ვიკი გამარჯობათ ახლა დაძაბული ხარ და მეშინია ხო მართლა რატო ვინ გითხრა რომ საშიშია არა გოგოები რომ მოდიან ყველა ეძახს მეშინა მე მიდიან რომ ვა ის ჩაულებრივად ანუ არა რატო ცოფსე აცრელი გყავს ხოთა შორის ან თუ რამე პრობლემა არ არის უყურებ ჩვენ გადაცემას იცი რამე თუ არა ნუ ჩემ მეუღლე უყურებს ამიტომ მეც ხშირად ყური მიმდის რაღაც აჰა აი მე რო სერიალს უყურებდი ბავშვობაში დაახლოებით ეგრე ბებია საქმე ჩართული და აი რაღაცები ვიცოდი. არ და მაგრად უყურებდი. რაზე გინდა რომ ვილაპარაკო? ეხლა დღეს ჩვენ დავამატეთ ახალი სეგმენტი. რაზე გინდა რომ ვისაუბროთ? ერთი თემა გითხარი, რაზეც გინდა რომ ვილაპარაკოთ და იმ თემის ირგვლივ რაღაცები ვთქვათ მე. აი რა არის ის თემა, რაზეც ჩვენთან ერთად შენ კომფორტულად სად იქნები? ნახე. მე ყველაფერში ვიქნები კომფორტულად. ყველანაირ თემას კარგი. კარგი, ქართული ენა და ლიტერატურა, მოდი დავიწყოთ. სად დაიხარჯა 130,000? სად დაიხარჯა? ტელეფონზე დაიხარჯა, რომელიც გუშინ წინ გამტყდა უკვე. აჰო, ნახე ეგ ვიდეო, რაღაცა საჩუქრებზე დაიხარჯა. მე არაფერი არ მომსვლია და. ნაცსავს. მე აბსოლუტურად საჩუქარი აი ეს მომივიდა როგორ ვიტყუები ხა. კაფიდან არ დავაკონკრეტებ. მარგარინის ნამცხრიანი კაფიდან მომივიდა საჩუქრები. ასე კაი, ეგ შენი 40 გადავდეთ. დარჩა 129,960. მე 130,000 ლარი მოიგე, მაყურებელსაც რო უთხრათ ეხა. 150,000 იყო. მეც ეგრე ვთქვა 150,000. იმე 20,000. გამარჯვების თანხა, მაგრამ ხა დღეგეც გადავიხადე და 120 დარჩა. ალაჟი ინდომე წარმეშწორეთეოდა 100,000. აი מחარ აუცილებლად ეცდებოდა რომ 20,000 ლარი დაეტოვებინა. დღეგეს. აი ერთ წუთი მაყურებელს კონტექსტი უთხრათ რა იყო რა. ვიკი ხო? ეს ვიკიმ მოიგო აღმოაჩინე აჭარა არის ხო ეგრეთ? გამომყევი აჭარაში. გამომყევი აჭარაში ყოველწლიურად არის ხომ ეს პროექტი გამომყევი აჭარაში ან აღმოაჩინე აჭარა ან ამის დაარქვენ. აჭარაურებია ყველა. შენ ერქვა ხო აღმოაჩინე საქართველოს დაიწყე სერია. ხო, ბრინჯულა რო აღმოაჩინე. აი, ჩემი დაწყებულია. ძალიან ბევრი პული დატოვა იქ. ბათუმის მერია აიტაცა ეს იდეა ძალიან სასიკადულოა და უამრავი ინფლუენსერი, ტიკტოკერი და ინსტაგრამელი ჩაერთო ამაში. ხო. იმიტომ რომ იუთუბერებს გვაქვს შემოსავალი, მაგის პროექტში არ ჩავერთოთ. ჭოინათ რა ყვაყოფილები არიან. საჩუქრებსაც ჩუქრით. არავინ დასაყურებელი არ ყავს. ჩვენ და ძალიან კარგად. მაგრამ მე მაინტერესებს ეს მანქანა რო იყიდეთ, საიდან იყიდეთ ეს მანქანა? ჩვენი ფულით. არც ერთ-ერთ ხოთა შორის არ დაიხარჯა იქიდან. მე ვარ ძალიან ფინანსურად აი სხვიში მეშყვება მიყვარს დიდი გოდიში თუ ვერ მიხვდით მაგრამ ეს ხით იყიდეთ ეს მანქანა? არა. კეშოთ? კი. რა ხის ეს მანქანა? ზვირი. რამდენი? ნუ 100 მინიმუმ. დოლარი თუ ლარი? დოლარი. გასაგებია. მე 40 ლარი არის ისინი კაფის დამცხვრები და. გასაგებია. შენ თავზე დაფიქრობ ამ მომენტში აი რა მანქანა არ მე არ ვიცი ანუ Mercedes-ი რა. AMG GT. რაღაც BMW ხო არის და Mercedes. მაინც არ გახდა ცნობილი ჩემს მანქანებში ძალიან ცუდად ვერკვევი მაგრამ არ გინდა აქეთ BMW-სთან შედარება. მართლა. შენ BMW-ში ტაქსისტების მანქანა უკვე თავია გადაჭრილი რა. Mercedes მე ვერ ვიტან მართლა მაგის გამო. რატო ვერ იტან Mercedes?
აი რაღაც მანქანას მოყვარული ადამიანი შეიძლება Mercedes ვერ იტანდეს? კი, შეუძლია. მართლა? კი, რატომ? ცხათა შორის კომენტარებში ბევრი დაიწერა, რომ ანუ ეხლა მე თან ვათამაშებდი 500 ლარს, რომ ვინ გააკეთებს edits და ყველაზე მეტ ნახვას რაღაც შეაგროვებს, მეთქი 500 ლარი იქნება საჩუქარი და. წამიგეთხოვს, თორე ვიდეოთი მოვიდეთ. ხო და კომენტარებში წერდა ხალხი, რომ ანუ მე Mercedes-ი არ მივასწრებო, მაგიტომ არ გავაკეთებ მაგ ვიდეოს დამოკიდებულება არასოდეს. არა, გააქვს. არა. ეხლა რო გითხარი Mercedes ტაქსების მანქანაა თქო. როგორ გამომხედე? იმიტომ რომ საწყენია ეგეთ შედარება. ანუ რაღაცა ხო მიზეზები უნდა იყოს, რაღაცა რო არ მოგწონს. გეტყვი 2018 წლის შემდეგ ძველ დროს არ გულისხმობ, ალბათ ყველა ავტომოყარული ეს არის. 2018 წლის შემდეგ Mercedes-მა და BMW-მ დაიწყო რეგრესი. და უფრო რეგრესული გახდა Mercedes-ი, იმიტომ რომ მორგებულია მარკეტინგულად სხვადასხვა რაღაცებზე, რომ ფული იშოვოს თავისი მანქანით, იმიტომ რომ ბევრი ისეთი დეტალია. შენი არქივით ყოფილა, ჰა? ისეთი დეტალები აქვს. რის მე ანუ აი open source-ი აღარ არის მანქანა რა, ბევრი ფულის გადახდა გიწევს რაღაცეებში. ანუ არ გიღირს მე, ანუ არ იღებ იმ ხარისხს. ანუ ჩემთვის მაგ სიმახინჯეში მაგალითად ფულის გადახდა საერთოდ არ აღეს. მე მიშენია BMW-ზე ვიჯდე და პრობლემური იყოს. ეხა ერთი წა. ადამიანის მანქანაა. არა, მე ეხა ყურე. შენ Mercedes-ი არ მოგწონს. არა, ეს სხვა ადამიანმა იყიდა, მოსწონს თავისი მანქანა. ბრენდების ომი არის, კაიგე? BMW და Mercedes, ეს მთელი ცხოვრება იქნება და ამას ვერაფერს ვერ ვუძავთ. ვინც ვართ ისინი როგორ ვეძახით ხოლმე? იეღოველები, ვინც ვართ BMW-შნიკები, აუცილებლად ეგრე ვართ და ასობენ კიდე იეღოველი Mercedes-შნიკები, რომელიც იგივე სიძახიან. ეს ომი ყოველთვის იქნება და ეს ამ ომის დასასრული არ არსებობს, რომ კი ბატონო, მართალი ხარ და ხელის ჩამორთმევით მე არასდროს მინახავს, რომ BMW-შნიკი და Mercedes-შნიკი ეგრე დამთავრებულიყო საუბარი. ხო, მაგიტომ ვკითხე. მე მგონი მიზეზები ხო უნდა არა, მე ყოველთვის ვცდილობ რომ გავაშაო Mercedes-ი. Barcelona Real-ის ამბავი, ერთ გუნდში თუ ხარ, მეორე არ გიყვარს, ხო? აშავებ, შენ BMW არ გიყვარს? არა. გასაგებია. მე მიზეზი მაქვს. აბა? ყველა ავარია უმეტესობა რაც ხდება და ყველა აი გზას რომ მივდივართ სწორად და აი დებილურად ატარებს BMW. შენ არის გარეწარიზის ძირთა შემთხვევებში. არა. ეგ რისი პრობლემა არის? ეგ არის იმის პრობლემა. თუმცა ხა აჩის მაგალითად BMW არ ყავს, მაგრამ მარა რა ვიცი, გაეკანება. იტალიის წარმოჟი ბრატ გლიჯა ეხა. ეგეც არის. გეტყვი რატო საქართველოში მიიღეს ეგრე რომ BMW რა ყველა ხო BMW არ არის შეჩემა. BMW რატო ეძახი? ანუ იცი როგორ იკითხება ეგ 300? გერმანულია და BMW რატო? აბა BMW? BMW ნ-საიდან მოვიდა საერთოდ. აბა ხო და გეკითხები როგორ მივმართ? BMW-ა როგორც ვიცი მე. BMW-ს ეძახი მე. არა, იქ საერთოდ ეგეთი სიტყვებია რომ ეს ვერს გავიმეორებ, მაგრამ გერმანულად რაღაც გოგო მანქანიდან ყვირის. TikTok-ში. გოგიძა ვიციან ეგ. Mercedes ქვია, Mercedes. Mercedes-Benz. ხო და საქართველოში ახლა ხო ირჩევენ ადამიანი 100 ადამიანიდან, აი ყველაზე სწრაფი მანქანა რა გინდა რომ ყავდეს. ახალგაზრდებს უნდათ რომ BMW ყავდეთ, იმიტომ რომ სწრაფია ბევრად ამ Mercedes-ი და ზუბილასავით არ არის რა, ჩაქუჩს არ აკავს. მეგობრებო, ძალიან საინტერესო არხზე ვართ, ეს ცუდი ხელოსანი, ძალიან მიყარია. გიორგი, რომ გითხრა კომპლექტაციები შენი მანქანის, ასევე ძალიან, იმიტომ რომ ეხა ლაივ რეჟიმში ვარ და ძალიან ბევრი მესი შემოვიდა, რომ იქნებ სხვა მანქანებზეც გვესაუბროსო, იმიტომ რომ ნუ ამიტომ შემოვედი თუ აქო და შეგიძლია რომ ეს ეგონა რომ ეხა ეს პოდკასტი დაიწყებოდა ამ თემით და ძალიან საინტერესოა ამ პოდკასტის ბელმუღამის ეგ არის რომ შენ დასვიკითხა. რითი დავიწყოთო? ხო, მე ნებისმიერი თემა შემოვიდა. ერთი წუთი რა, მე მინდა რომ იმ კონკურსს დაუბრუნდეთ ცოტა ხანი რა. თავარი კრიტერიუმი იყო ნახვები, როგორც ვიცი. და ჯამში რამდენი ნახვა დააგროვა? 300 მილიონი. რიჩი ნახვა არ იყო, რიჩი. ანუ წვდომა, ხო ნახვა ვიდეოს ხო აქვს მაგალითად 1 მილიონი, მაგრამ რეალურად როცა შედიხარ ანალიტიკაში, წვდომა შეიძლება იყოს ან 1000, ან 8000, ან მილიონიდან. ანუ ეს არის ის ორიგინალი ნახვა, რაც თითო ადამიანი უყურა დასწრისიდან ბოლომდე. 300 მილიონი. ერთი წამი. ძალიან ბევრია. რიჩი ეგ არ არის. ერთი წამი. რიჩი არ არის. რომელ პლატფორმაზე? 4 პლატფორმაზე. 4 პლატფორმა. ანუ ჯამი იყო. და ყველაზე მეტი სად ქონდა? Facebook-ზე. Facebook-ი იქნებოდა ხო? Facebook-ზე. მაგრამ ძალიან ბევრია. 300 მილიონი ძალიან ბევრია. 300 მილიონი არის, არ ვიცი. 75 დღეში. 4 პლატფორმა იყო: TikTok-ი, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube-ი. აბა YouTube-ზე ამდენი ქონდა. YouTube-ზე სხვათა შორის იგივე რაოდენობის იყო, რაც Instagram-ზე, სადღაც თვეში გამოდიოდა 30 მილიონი, თუ რაღაც იგი 30-მდე.
შორტიო, ხო? ხო, შორტი. ანუ მაგ პროექტის განმავლობაში მარტო ერთი გრძელი ვიდეო დავდეთ. YouTube-ის ვიდეოები ხო დაიწყეთ? YouTube-ის ვიდეოებზე რამდენი გაქვს ნახვა? ეხლა გუშინ რაც დავდეთ ვიდეო, თითქმის 10,000 ყვავიდა. 10,000 რთულია, ეს არის, ბევრად ძალიან რთულია, კი. ანუ Facebook-ში თან უკვე მათხოვარი დამიძახის იმის გამო რომ ჩავწერე ცალკე ვიდეო რომ გადადით და უყურეთ ჩემი YouTube-ი, მათხოვარი ხარ. ეგეც მათხოვრობაში გადის? ხო გაქვს, აცილი ხო ხარ ეგეთი მას. მაგ პროექტის მერე აი ყველა. შენ რომ Mercedes-ი არ გეკიდა, BMW გეკიდა, ალბათ უფრო მეტი ნახვა გეყოლებოდა. ანუ მინიმუმ 20 იყო, იმიტომ რომ მოდი 5,000 და ხო დავუმატოთ ვიქტორიას გუშინდელ ვიდეოს. გეტყვი ხა. ამოვანათოთ. ვიქტორია აპირებს რომ გაყიდოს Mercedes-ი და იყიდოს BMW. არა, თუ გავყიდი Mercedes, ვყიდულობ Lamborghini-s ხურაკანს. ეგეც მეორე ტაქსისტების მანქანა. ანუ ეს ტაქსისტების ხაზი, ანუ მოგწონს ეს მანქანები, ანუ ტაქსისტები. შენთვის თუ ეს მანქანები არის ტაქსისტების იყოს. არა, მე სხვა შეფასებას ვაძლევ ხოლმე, ჰურაკანი არის ამერიკელი უცებ გამდიდრებული ტიპების მანქანა რა. რანაირად დააბრუნე საუბარი მანქანებზე, როცა ვიყავით იმაზე. ირო, თვითონ განსაკუთრებით. მაინც რაღაც ის ჩაკითხვა მინდოდა რა. ჯამში ქონდა 300 მილიონი ნახვა. მაგამ მე მახსოვს ეგ პერიოდი, როცა ეგ კონკურსი მიდიოდა, შორტებს რო ნახულობდი, ყოველი მეორე ვიდეო შენი იყო, ძალიან ხშირად ვიყავი ხილული რა. მანამდე ქონდა რამე აქტივობა ნებისმიერ პლატფორმაზე თუ მაგ დროს დაიწყე, იმიტომ რომ მაგ დროს გახდი რაღაც ძალიან როდის გააწყო, ხო, ინფლუენსერი უნდა გამხდარიყო. მანამდე მე ნანახი 2020 წელს მე და გიორგი წავედით პირველად სამოგზაუროდ პარიზში და იქიდან დავიწყე ვიდეოების დადება, რომ ვაიმე რა უნდა ვნახოთ. ხო, აი ამ ვიდეოს მერე მე გავხდი იძახი, მე ეგეთი ბარაბუკა, ანუ მართლა გეუბნები, სულ მინდება რომ ბათუმში ვიყავ ჭამო ერთი რა. ისე იძახი, რომ შემწვარი მახსენდება, თან ძალიან უყავს ბარაბუკა. ერთი მახარაც ზმაკაცის ისტორიაა და მეორე ეს ბარაბუკა, ბარაბუკას ისე იძახი, აი გემრიელად. გემრიელად. ბავშვს რო გაუხარდება რაღაც ძალიან. აი ხაც შენს მაინტერესებდა რატო ზუსტად ეს ვიდეო ეგრე გავარდა და ანუ ეხლა მივიღე პასუხი. ხო, არა, იმდენად ბუნებრივი ემოცია გაქვს. თან სასაცილოდ იძახი, რა, თან ისე რა, გემრიელად იძახი და ხო, არ ვიცი, ეგ გატრიგერებს რომ უყურო რა. უყურო რა. ყოველ მაგ ვიდეოს შეხვედრაზე გეღიმება რა. არკი. რომელ პლატფორმაზე ხა 4 პლატფორმა ვახსენეთ და Facebook-ზე რომ მათხოვარი დამიძახესო, მოდი ესე გითხავ რომ დაალაგო რიგიდობის მიხედვით რომელი პლატფორმაა შენთვის უფრო კომფორტული. Instagram-ი ყველაზე კომფორტულია, იმიტომ რომ რაღაც ოჯახის შეგრძნება გაქვს, ანუ შენი გამომწერები არიან, ცალკე ხა სტორში ვიღაცა გიყურებს, Reels-ი კი თუ გავარდება კიდე უცხოელები ვიღაც შემოგივარდებიან, მაგრამ აი სტორებში რომ შეგიძლია რაღაც გამოხვიდე, ილაპარაკო და ეს შენ გვერდზე რჩება, მას უფრო კომფორტულია. Reels-ი არის Instagram-ი ესე. ხო, მე ალბათ TikTok-ი, იმიტომ რომ ნაკლებად აგრესიული კომენტარები არიან. რასთან შედარებით? Facebook-თან შედარებით. ხო, მაგრამ ნახე ხა შენ YouTube-ი. Facebook-თან თუ შევადარებ. ხო, მაგრამ ნახე YouTube-იც ქვემოთ ყავს, ხა მესამეზე გადის YouTube-ი მე ვატყობ. YouTube-ზე არა ვარ ეგეთი აი for you-ზე სულ, ასე ვთქვათ. YouTube-ზე რო იქნები, აი შენი არა შორტები, არა ლონგები რო გავარდება. მე მას გეუბნები უბრალოდ ჩემ გამოცდილებას, რომ აი მაგ ოჯახურ ატმოსფეროს და კარგ კომენტარებს ყველაზე მაგრად გამოცდი ამ პლატფორმაზე. ხო? ვაუ. დამიჯერე. არა და მეგონა ახლა მეტყვი რომ პირიქით უფრო რაღაც კრიტიკული კომენტარები. ხახო დიდი ბოდიშით რო გადავიდეთ ის არხზე და აჩვენოთ რა არის ოჯახი და სიყვარული და გულების პამი და 5,000 ნახვა უნდოდა, ხო? რამდენი გამომწერი ყავს ახლა? თითქმის 43,000. 43,000. აა დავამგვალოთ 45-მდე დავამ. და YouTube-ზე აი long format-ში მუშაობის მუღამერე რატო გაგიჩნდა? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ მაინც YouTube-ზე როცა ხარ და YouTube-ზე ვიღაცა ხარ, მაინც უფრო ღირებულია. ხო, ღირებული ხარ, ხო. უფრო გისმენენ. ხო. მაგრამ მე YouTube-ებს ჩამოგიწვევი, ვისაც ბევრი ნახავთ და არ უსმენენ. მაგრამ მაინც უყურებენ. ნახავდი ხო აქვს ისე პლატფორმაზე კარგი რაღაცა თქვა. ეხა თეთრისიდან ჩავიცოთ ჩვენ რაღაც საყელოიანი. და ეს უნდა ესმის ეხა არა რთული არის გიორგი ეხა. არა, ძალიან რთული არის. YouTube-ი არის ურთულესი. აი ძალიან რთული არის. აქ რაღაცას მიაღწევ. ერთეულებს თუ გამოგვივიდა. ხოლოდ
თუ შეიძლება კომენტარებში დაწერეთ პლუსები, არა, მინუსები Mercedes-ი ვისაც მოგწონთ და პლუსები და არა ერთოთი, პლუსები დაწერეთ BMW ვისაც მოგწონს. უბრალოდ მინდა რომ არა, ორი კომენტარი დაიწეროს, ლაიქების მიხედვით გადაწყვიტოთ. რა თქმა უნდა, პლუსი, მინუსი და უნდა ზდიო მე. engagement-ს უმატებ, ასე არა ხარ, ბიჭო. რას უმატებ engagement? რა გვინდა ეგეთი engagement-ი ხელოვნურად დაწეული? რაწეული. მამა პადრე, შემეშვი რა, ვიცი. მამა პადრე, ანუ მამა პადრე რა არის? იქ იყო RDS-ში იყო ეს და გამახსენე. მამა პადრე იყო? მამა პადრე ვარა, ხო. აფე. ეს არის საქართველოში ხარ დაბადებული? კი. ეს ისეთი ის გაქვს რომ აქცენტი რომ თითქოს რაღაც ეგ როგორ მოხდა? საქართველოში დავიბადე, გავიზარდე უკრაინაში არც ვარ ნამყოფი ბარისპოლის აეროპორტის გარდა, გადაჯდომა მქონდა იქ, მეტი არსად და უბრალოდ ბავშვობიდან რუსულად ვლაპარაკობდი, რუსულ ბაღში დავდიოდი, რუსულ სკოლაში დავდიოდი და დავამთავრე რუსული სკოლა. აჰა, გასაგებია. აი, מחარაც ხა გორში რო იყო, ეთყობა ისა რა ქვია, გორულ ბაღში დადიოდა. გორულ სკოლაში. არა, ბიჭო. მე ხო, აი. რა. რუსულს მე კარგად ვსწავლობდი რა. მე არა. გონია რაღაცა დაკითხვაზე ზიხარ. არა ვარ ბოროტი ხალხი რა. დაკითხვაზე პირველი კითხვა იყო ფულის აწაიღეო და ეხლა რაზე რა უნდა იყო მთავარი კითხვა რომ მაგის მე რას შევეკითხე და და მე ეგრევე ვშობ Mercedes-ი თუ მოგწონს. არა, იმიტომ შენც ეგრე ფიქრობ, გაიგე? ხომ ეს არა. ნუ მე ფაქტებს ვხედავ ყოველ ჯერზე გზაზე რომ დავდივარ რა. არა, რას ანუ მაგიცად ეხა პრიუსით არ ჩაუჭრიათ? კი, მაგრამ BMW უმოარესა. შენ იმიტომ რომ Mercedes-ზე ზიხარ. აბა დაჯექი BMW-ზე და რამდენი Mercedes დაინახავ ისე? ჩემი დამოდის მთავარი პრობლემა. არა. შენ რომ BMW-ზე დაჯდე, მე Mercedes დაინახავ, რომ ეგრე აკეთებენ. დაჯექი BMW-ზე. მოდი ვიქტორიას ხო არ მივცეთ ოქროს მონეტის მოგების შანსი და თან გაიხსნება თამაში რა ცოტა. თამაში ოქროს მონეტა რამდენი ხანია? კიდე არსებობს ოქროს მონეტა? ესე იგი YouTube-ზე რამდენი გადაცემაში ხარ დამყოფი? ძალიან კითხე 3. პოკერი, პოდკასტი. ეს არის ერთი მამანთან იყავი ხა, ანუ როგორც მივხვდი და ორი რა იყო? ორი პოდკასტი იყო, ერთი იყო გიორგი კოკაია, სუპირველი დამპატიჟა და შოქში ვიყავი, მაშინ მეთქი, ვაუ, YouTube-ზე გამოვშტები და მეორე იყო ხათია კოკაია ვინ არის? მეორე ვინ იყო? ხათია ქირია. ბიჭო, პოდკასტი ბევრი არის ახლა. არც ერთი არ გამიგია, დიდი ბიჭი. შეიძლება გაანუ ნანახი მაქვს, მაგრამ ესე სახელებით რაღაცა ქვია მაგ პოდკასტს და ეგრე ვფიქრობ. მეორე პოდკასტიდან ამომაჭრეს ყველა ტელევიზია და გაავრცელეს ჩემი სიტყვები, რომ კაცი უნდა იმუშაოს. მოიცა. ერთი წამი ახლა გრამატიკულად გავმართოთ ეს ციტატები. ყველა ტელევიზიის ნიუსებმა ამოჭრეს, რომ ეს სახის რომ კაცმა უნდა იმუშაოს. და რაო, მე და ცუდი კომენტარები იყო მაგაზე, არ უნდა იმუშაოსო? ნუ ქალები ახლა მეთანხმებოდნენ, კაცები არა. მეცა კაცმა უნდა იმუშაოს და ქალმა არაო, ეგრე ხო არ გითხრა? იქ ლაპარაკობდით ისეთ რაღაცაზე, რომ თუ კაც უნდა რომ ქალი უნდა იყოს კარგი ხასიათზე, დახვდეს რაღაცა 7 კერძით და ასე შემდეგ, ლამაზი მოვლილი. ესე იგი უნდა გაანძრიოს ეთხი ადგილი და წავიდეს იმუშაოს და ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ყველანაირად უზრუნყოფილი ხდეს. თვითონ ქალმა რატო უნდა იმუშაოს და თავის თავზე რატო არ უნდა იყოს ორიენტირებული? ძალიან კარგად უნდა იმუშაოს. მაშინ მოყვებოდა. გადამიჭერი ყველა გზა. მაგრამ მოყვებოდა მაგას, იმიტომ რომ კონტექსტი ალბათ სხვა იყო რა. ანუ ხო, ამოაჭრეს უბრალოდ რაღაცა წინადადება და როგორც უნდათ ისე მოჭრეს მიჭრეს. ეგ ხა გვარებიზები ხარ პოდკასტებში ეგ მაგის ბრალია. არა ერთ სახელიან პოდკასტებში, ფუ პოდკასტი. მაგრამ რატო გაგიკვირდა რომ დაგპატიჟეს 300 მილიონი ნახვა თუ ქონდა, მე მგონ აქამდე. არა, მე ის გამიკვირდა 300 მილიონი ნახვა დადო და მოიგო ამ ხელ კონკურსს და ვა, YouTube-ზე გამოვჩნდებიო, ანუ ტელევიზორში დამიძახეს აი რაღაც. აი, ხო და მართლა ტელევიზორში იყო, იმიტომ რომ ალბათ ის პოდკასტი რაღაც მართლა გვარების მიხედვით არის პოდკასტები უკვე რა. აი, სახელებს რო ვეღარ ფიქრობენ გვარების. ზემოდან ხო არ იყურების შემთხვევით. ანუ ცოტა რას გონები ცი? ცოტა ესე ვარ და ცოტა ზემოდან ხო არ აჩი კადრში ნახე რა რომ მე და מחარა არა ასწორებულები ვიყო მაღლა არის מחარა ხო მივიყო ხო მე ასწორი არა პროსტა ეს არ მინდა რომ ესე მიყურო ხო არა ისე ხო არ არის თქო რა სახელები ამოიწვა და მართლა გვარების აი რა პრობლემაა მე რა პრობლემაა არაფერი რთულია გარჩება ეხა გვარების მიხედვით მე თქვენი პოდკასტის გვარით ვიცოდი შენ ფუ პოდკასტი გვარი გონია არა მე გვარით ვიცოდი მაგ პოდკასტზე აი ეს რო ყვითელი ერთი სავარძელი ორი ნაცრისფერი და ეს არის מחარას პოდკასტი
გაანებე თავი. ეს არის მახარას პოდკასტი? რა უხეხულად ვარ ბიჭო. ვახ, ჩემი. მაგრამ ჩემ ბრალი არ არის. ადამიანის ბრალი. აუ რა უხეხულად ვარ ბიჭო, ამ კაცამ ხელას შრომატო. კალა დაპატარავდი ცოტა ამოდი ზევით. თორე მახარაზე ვიწავდი. არა, გიო. შეშა. არა, ტექნიკურად შენი პოდკასტია. არა, შენ რა ასკია გიო. არა, საეჭვოს ბაზარზე გაკეთებული არაფერი საეჭვო, ეს არის 50. თუმცა ეგ შენ არ იცოდი და უბრალოდ იმიტომ თქვი რომ მახარა იცოდი და უბრალოდ ქართული სიტყვები ეშლება და უნდა ითქვა რომ მახარას და აერია მაგაში, ხო? ამერიაკი. აი, მივხვდი. ეს პოდკასტი ცოტი მაგით. აბა, პოდკასტი თქვი. შევა, უბრალოდ ვერ იძახი. კიდევ ერთხელ? ფუ პოდკასტი. ფუ პოდკასტი. პოდკასტია და ფუ უნდა დაამატო რა იყო. რა დაემართა რომ ვერასხო. და ფუ რატო არის? ფუ რატო? გეტყვი, ზიზღი. პირველში. ჩვენი ურთიერთობა აგებული არის ზიზღზე. წითელ გულებზე. ჩვენი ურთიერთობა არის ზიზღზე დაფუძნებული. ჩვენ პოდკასტს ერქვა სხვა რამ, მაშინ ჩემი იყო ეგ პოდკასტი. ჩემს სახელზე იყო გაფორმებული და მე საჯარო რეესტრში რო ვიყავით, რაღაცა მე უკვე რაღაც ტექნიკე მქონდა და მახარას რო გადაუფორმე. ეხლა ვიცი რომ რეესტრი გაქნა ხიგრე წერია მახარას პოდკასტი და იქ გადაუფორმე და გადავარქვით ფუ, თორე ერქვა ნახევრად სპორტული პოდკასტი. აი ეს უფრო რაღაც ნაცნობია სხვათა შორის, ვიდრე ფუ. მართლა? კი. მაგრამ უცნაურია. ეს 3 წელია ფუ ვართ უკვე, სადღაც ხო და მე YouTube-ში ზოგადად ვუყურებდი რაღაცებს 3 წელს იქით. რას უყურებდი YouTube-ზე, აბა, მითხარი. ნუ მახარას რო უყურებდი, გასაგებია. ვინ უჯდენი უყურებდა? რუსულ მელოდრამებს. რა? ჯერ მელოდრამა რა არის და მე რუსული რა არის? ანუ მე ხო რუსულენოვანი ადამიანი ვარ მაინც. მელოდრამა რა არის? სერიალია თუ რა არის? ხო, სერიალია. ხო, ისე როგორ 3-4 ნაწილია, ვითომ სერიალია, მაგრამ ერთი ნაწილი გრძელდება 4 საათი. ბრიგადა? ბრიგადა. აი, თემაში უბრალოდ უფრო მეტი ტირილი და დრამა. ანუ ტრენდინგში რო ვარდებოდა რაღაც სერიალები, შენ გამოვარდებოდა და შენ რო უყურებდი. მეც ეგრე ვარჩევდი რაღაც რაც ამოვარდება პირველად. ეხლა მე გადავედი კორეულ სერიალებზე, დორამებზე. რაღაცა შეიცვალა თქო რომ გითხრა. ხო, ანუ ქართულ კონტენტს რას მოიხმარდი აი ბავშვობიდან დღემდე? აი რაღაცა არაფერს? ანუ მაგიტო შეიძლება არ ვიცოდი ქართული 18-19 წლამდე. მე საერთოდ არ ვიცოდი, ხო რაღაც საერთოდ ჩემთვის იყო პრობლემა. არ ვიყავი არსების კომუნიკაციაში ხალხთან. ანუ ყველა ირგლივ ვინც მყავდა, იყო რუსულენოვანი. დამყავს, დასთან ერთად ვატარებდი სახლში, გარეთ არ გავდიოდი, გარეთ ვამი და მეგობრები მყავდა, არასოდეს არ იყო ეგეთი რაღაცა და დედა რომ მეუბნებოდა მაღაზიაში ჩადი პური იყიდე, ჩემთვის იყო აი ტრაგედია, რომ 60 თეთრიანი პური მომიცით ეს თქვა. ვა 60 თეთრი და დაიმნე 60. და კაი დრო იყო მაგის. დაიმნე 60. შეგედა კოლბაში გაზდილი ხარ მე მეუნები რა. ნახე. აი დაიმნე 60 კაპი ხლებ. რუსული ვიცი. აი ვაფშე აჭია. ვა რა უცნაურია, რომ ქართულ და მაგდენი ხანი. ეხლა სამეგობრო წრე გიყურებ ხოლმე რომ ვიღაც მეგობრები გაიჩინე ინფლუენსერი. ეხლა კარგად ლაპარაკობ ძალიან ქართულად. ეხლა მარტო ქართულად ლაპარაკობ ჩათქო. კარგად როგორანაირად? კარგად ნუ შენზე უკვე ლაპარაკობს ჩემი აზრით. შემიძლია გაგაგებინოთ ჩემი აზრით. არა, აბსოლუტურად კი. არა, იმის ყოლობაზე რაც შენ მოყევი, მართლა კარგად ლაპარაკობ რა. არა, ხო თუ რამე ცხადია. დასაწყისში ციფრები საერთოდ არ ვიცოდი მაგალითად. უბრალოდ შევეწყოთ ხარ იღებ ხოლმე რა რაღაცაზე ეცინებათ რა, რაღაცა სიტყვას თუ ეწვი. რაზე? აი მაგალითად აი რაღაც სიტყვას თუ გამართულად ვერ თქვი და ვიღაც ხო შეიძლება გაეცინოს. ეს შენ წqins თუ არ მწყინს, იმიტომ რომ ანუ არ მწყინს, მაგრამ მე შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო რუსულად, ქართულად და ინგლისურად, ეს უკვე ხო რაღაცა პლუსია. ნახე, დაცინვას არ გულისხმობ. აი რაღაცა თუ შეგეშალა სიტყვა და ვიღაცამ გაიცინა. შევაწყობთ ღებულობ ამას თუ არა? არა. არა, ხო, შეუძლებელად არ გონია და. ერთი კითხვა მაქვს. ქართულში ლამის არის თუ რამის? აი როგორ ამბობ ხოლმე? აი ლამის გადავარდი? ლამის ხო? ხო, აი შენზე უკეთ ლაპარაკობს ხო გითხარი? რამის გადავარდი. რა რამის? რა რამის? აი ეს ამბობს რამის. რაღაცა უნდა მეთქვა, მაგრამ ეხლა მივხვდი რუსულენოვანი ადამიანი და გაიგებდა იმ სიტყვას. ანუ არ გეტყვი რა. ხო და არ ძალიან გთხოვ რომ ეგ სიტყვა შეცვალ. მე ჩემი თხოვდა იქნება.
კაი. ხო, კაი. შუმად გეტყვი. მაგრამ შენზე უკეთ რო ლაპარაკობს, ხო, ერთ სიტყვა როგორც მინიმუმ, ერთ სიტყვას. აი ეს ლამის არის ლამის სახში შემოიჭრას თუთა. აჰაუ, რაღაცა ლიტერატურას და იმას და ლექსებს დაეჯახა, ანაკალანდაძე. ანუ არა ვარ ეგ ტიპი რა, ლიტერატურისტი და ციგნისტი არა ვარ და ღამის რო თქვა ხოლმე მაშინ ან ჭამის, ანუ რამის სულად ხდება ყურსა. შენი 10 რო ამთავრებ, ხო არ გეუნები არაფერსა. არა, ჯერ 10 რო გავბრაზ და მე რო ამთავრებ ხოლმე. შენ არც აქცენტ, არაფერზე შენზე პრობლემა არ მისაღები ადამიანი ხარ, ჩემთვის ყველანაირად. მაგრამ ეს რამის გაანებე თავი რა. გამოკრავს ხელსა ეხა ესა რა. რას გამოვკრავ რა? არ მომწონს მაგასო იძახი, ძალიან გთხოვ და მიხედეთ ეც არა ეს გეი ვიძერო ხარ რა. სულ ირამე. გე ხო შენ ხوار გეჩალიჩები მე რა გინდა? რა მნიშვნელობა? შენ რომ დაგეჩალიჩები ძმაო? შენ გვეძრო ვიღაცასო. შენ რომ დაგეჩალიჩები მე რეკონდეს პრობლემა ძმაო. შენ გვეძრო ვიღაცას დგას, ვისაც აპობენ ქსიამოვლებს, ხوار გესიამოვლებს. და ვინ დამიდან ხერო? მე რა ვიცი, მე თუ არ მეჩალიჩები, სხვა ჩალიჩები რა. მესამე ნიშნი ვარი. ვინ არის ეს? გოგობა იყო. გავალკვიეთ ეხლა რაღაცე. ხო, კიდე მოიცა რაღაც უნდა მე. ანუ ეს აი მეთქე ან ტელევიზორში რამე სხვა მოგიკრავს თქვა ქართულისთვის. უი, გამახსენდა. ესე იგი, სოფელი მქონდა თეთრი წყაროში და იქ ახლა ინტერნეტი ვაფშე არ იყო, არაფერი. არა, იქ თეთრ დამყოფი ვარ და რუსული მან რაღაცა სიტყვა მან გავიგებ. იქაც ჩაკეტილი ვიყავი სახში, ვის თქმა უნდა მელაპარაკა რუსულად. ხო და იქ მამაჩემი ჩართო რაღაცნაირად ანტენა რაღაცა და იყო ესპანური სერიალები. აი ეს ვუყურებდი ქართულად. აჰა. ანუ ლატინო სერიალებს უყურებდი უფრო ქართულ ენაზე. რიჟბი მარიო ჩიმაროს დროს? რაღაცა ხომ უნდა გამეტარებინა დრო. მარიო ჩიმაროს დროს? თუ ვინ იყო მსახიობი? ხო არ რაღაც გახსოვს? ცხენები იყო და ეგ სამი და სამი ძმა. ეგ არის უეჭო მარიო ჩიმარო, ველური ვნება. ხო. ესპანური არ ფარული ვნება, ფარული. რაღაცა ეგეთი იყო, ხო. ველური შენახარ. ეს არის ფარული. ეს არის ბიჭო. ხო, ფარული ვნება კი. ანუ ერთადერთი ქართული კონტენტი რაც მოიხმარდი იყო ფარული ვნება. უყურე რა ქართულს რა. ეხვეწები რა. მირჩიეთ რამე. ბიჭო, კაკო, სოსო. კაკოს ვუყურებ, სოსოს ვუყურებ, ხო. ჩვენ, რა ვიცი, აი, ნენა ქართულ ხუმრობასაც ისწავლი, კალატოს თუ უყურებ. ვიცი კიდე ვის ვუყურებ, ხო, ეს გიორგის დამსახურებაა. ამოჭერი ეს. ან მეც ეგ უნდა მეთქვა. ამოჭერი. არ გვინდა ეგ. შენთვის ცუდი არის და მაგით. ხო. ამოჭერთ. რა და კიდე ვინ არის ხო? აი მართლა ვიღაცა იქნება ნორმალური. სოსო, აი ისა, სხვა შეიძლება კარგად მეაქ night guys. სარკასტიკას ვუყურებ ოღონდ Facebook-ში. იმიტომ ეგ Facebook-ის ხალხია. ხო. ისიც. ძმები მუზები არიან სარკასტიკის ხალხი. სარკასტიკა ხო, კი. თამაზა და ის გიჟები ორივე. როგორ მქრინჯავს, მაინც მეყურება, მაგრამ მაინც მქრინჯავს, ბიჭო, როგორ აკეთებენ მაგას? აი არ მე ვერ ვიზავდი, მე ხო აი და ცოტა ვერა ვარ, მაგრამ ვერ ვიზავდი, ვინმესო დაურეკო და ნაზღაიძე ის ძალიან ისეთ სახით ურეკავს ხოლმე. ნაზღაიძეს რაც უტყდება, ამ საწყალ თამაზას არ ეკინებს ხოლმე, ბიჭო. არა უყურებ ხა. ნაზღაიძე ვაფშე, გელოდები ნაზღო. და დაუძბაკაც და ეგრე. გეგონება, ჰაიპისგან ჯერ ჩემთან მოდი თითქოს ის გადაწყდა. არა, ის გავაკეთოთ. რაოთხებით დავდგეთ. რაოთხებით. შენი ჩამოყვანილი და ის. მე ნაზღაიძის მაგაზე ბევრი ინფორმაცია მივიღე. და რომ მოვა საინტერესო იქნება, კი. ხო და კაი. ანუ ქართული კონტენტის ყურება მოკლედ უკვე დაიწყე და ხო ეგ ხა ენის სწავლისთვის თან რო კარგად იმას ქნა მნიშვნელოვანი თან ასპექტია. ხო, უნდა ვიცოდე ვისთან ერთად ერთ იმაში ვიხარშები ასე თქვა. ხო უკვე შენ საქმეს რო ეხება ძალიან გთხოვ ჩვენ ცალკე ქვაფში ვართ ჩვენთან ერთად ნუ ამინ მოიხარეთ დიდით ხო ნამაკ იმიტომ ჩვენ ვართ ამპუტირებული იუთუბერები რომელიც მოიჭრეს განუდექი ყომლს განუდექით ანუ ცალკე ისა ვართ თაში მაცხოვრებელი ხალხი ვართ რომელსაც ცალკე ვართ გიორგი ხო ეგრე გამოდის ჩვენ განუდექით ყველას მე და შენ თაში და ცხვარში ნუ იტყვი შენ რომ მაინდა მაინც ვართო ამას აქ რაღაც რა გამომწერების რაოდენობა ხო შეპირდები რომ ამ გამომწერზე რაღაც ვაკეთებ ხო უნდა გააკეთო ხო ეს შეპირდა რომ ცხვარში წავალო ანუ წემსად რა და გადააგდო ხალხი არ გადამიგდია ბიჭო გადაგა არის წინ უარ გააკეთებ ხო და ჩვენ ველოდებით ცხვარი რომ ის ფარა ორი ცხვარი არის რომ გამრავდეს მიაღწიოს 100 მე მიდი დაეხმარე ხო ხედავ რომ რაღაცა ან აღზნება აკლია იმას და ქვია არა მოდა გაგიჭირდეს ეს შენ იყავი რომ შენ ხარ იცივი ეხა აი გამახსენდა იმის ფილმი რო არის რა ქვია ცხოველი არ ქვია ის ტიპი რო თამაშობს დიდ ტენში რო თამაშობს შეჩემა
ხო, ის ხო, იმენა ეკახა. იმასება. მე შეჩე. ხო, თხასთან რო ის აქ. აი, დებილი. მე მეუბნე წეგან. მარტინ რა ქვია? იმას რო ელაპარაკება, ცხოველებს რო ელაპარაკება. არა, დულიტლი არა. არც ეგ ფილმი? ცხოველებს რო ელაპარაკება. პოლიცია ცხოველების დაცვაში სადაც რო არის. ხო, ანუ იმენა ეხლა რო გამახსენდა, რებს აკეთებს ის. შენ აკეთებ მაგას. ოღონდ შენ ცხოველებს ვერ ელაპარაკები, შენ ადამიანებს ელაპარაკები. რატო რა ხომ იგებ? ჩეულებ. ეგეც არის. რა გინდა მე მეუბნეო ბიჭო ესა. ესა. ანუ მე რომ მოვდიოდი აქ მეგონა რომ იქნება ჩემი დაცინვა ანუ რაღაცა გადაობა და აქ მიმდინარეობს ერთ ყველაფერი წინ არის ჯერ ხა ნუ მოიცა შენ ანუ თუ რაზე ანუ არა ეგრე დაცინვა არა ნუ მესედესზე ხა პრობლემური არის და მაგიტო თორე ისე დარჩენი რაზე უნდა დაუძდა ანუ რა ვიცი ბარა ბულკა ხო და შენ ის არის რა ქვია ეს დამცავი პირიქით ჩვენს გვეკაიფეკას მაგრამ არ გვიყურებდა არა ვარ ძლიერი მე იუმორში გიორგიც ამბობს რომ შეგიძლია პირდაპირ შევაწყობდეს გადახდე ჩვენი ხო არის პრობლემა სხვადასხვა აი מחარას კარგი სტრაკები რაღაცებს ჩამოგიწერას გაზდის აი მაგას შეგიძლია ყველაფერი გამდის თქვენ ხელში ყველაფერი გამდის უკვე ზივარ ხომ და პროსტა მაგინებ და მე ჭრიანდა ვაიმე შენ მოგიკვდი მე ვაიმე ესენი იჭრება ხოლმე გადაცემიდან უი ხო რაც ხა ამოვჭერეთ იმ დღეს ქონდა გადაცემა ეგრე ჩაწერა და ნუ დაიჭრა რაღაცა ძალიან დაჭრილი იყო აჩიკოს შედგნენ ვიღაცები აჩი ვაფშე რას გვაყურებინებ აჩი რა შუაში ანუ ხო ანუ რაბანა რო ყავდა მე მგონი რა რაღაც ან მე მგონი მაღაზე იყო აქა რო ძალიან დაჭრილი იყო ძალიან იგინებოდა ხო მეც მაგის თქვა მინდოდა ეხლა რაბანა ისეთი რაღაცები თქო რა მაგის დატოვება არა კონტექსტი იკარგება როცა იჭრება ეხლა ამან შეადიცის ხოლმე რა დაახეთქებს რაღაცას და ნამოიჭრას მე იმას სერჩიან და მე მინდა რომ დავიცვა ნაჩიკო აი ჩემი ხის სახლის მარჯვენა მცველი და მარჯვენა შემტევი მე არ მიმიზნებს ეხლა მივხვდი ვისაც არა აჩი უნდა დავიცვა და აჩი არაფერ შუაშერე არის აქ ერთი გარეწარი აჩიკოს გაუბაბანა გარეწარი თვითმარქვია წამყვანი რომელსაც გონია მთავარი წამყვანი ესე მუხაზე რო გიჟეს და ერთად რო იყოთ ხოლმე შენ და აჩიკო ძალიან სასიამოვნო იქნება მართლა რა იმიტომ რომ შენ მუხზე დაждом არავის არ მოუნდება საერთოდ დაგსვავთ რომელიმე ეს არა მაინტერესებს რა ეხა შენ მოგძგები. აი YouTube-ზე რა საპირე? ეხა გითხარი შენ YouTube-ზე რა გეგმები გაქვს? რა კუთხით კიდე რომ წაიყვანო შენი კონტენტი? გადაიღე რომ მოგზაურობებს გადაიღებ და ბარაბუკას დაიშეგეს. კიდე რა იქნება? ყველაფერი იქნება. მინდა უფრო ანუ ინფლუენსერი რატო ინფლუენსერი? მე სხვათა შორის მიმაწერეს ეს დასახელება ასე ვთქვათ, როგორც მე ზოგადად მე ვთვლი ჩემთვის როგორც კონტენტ კრეატორი. არა როგორც ინფლუენსერი და ბლოგერი. ეგრე კონტენტ კრეატორი არის ინფლუენსერიც და იუტუბერი. ვერ დაგეთანხმები, ინფლუენსერი არის, სადაც ინფლუენსერი, ანუ შენ რაღაცაზე მოქმედებ ადამიანზე, რაღაცას ასწავლი ადამიან, ხო, ის შეიძლება. ანუ მე უფრო მინდა ჩემ თავზე მოვარგო ის როლი, რომ ვასწავლე ადამიანს და ვაწვდი ინფორმაციას. და ეხლა უკვე ხალხი თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ნახე, ინფლუენსერი არის ისეთი რამ, ისეთი სიტყვა რომ სხვამ უნდა დაგიძახოს ჩემი საკუთარ თავზე მაგის თქვა ეხა გამარჯობათ მეგობრო მე ვარ გიორგი ინფლუენს აი უკვე კომიკურ სიტუაციაში გქნებ და მაგიტო არ მომწონს ეს სიტყვა არც უნდა მოგწონდეს სხვა თუ დაგიძახებს ოკეია მაგრამ აი ეს რაღაც ინფლუენსერი ვარ მე აი ხა ეს გამოდის ხოლმე მე ყველაზე მაგარი ვარ მე ყველაზე ეს ხო არასერიოზულია ანუ ყველაზე მაგარი ხარ სხვა რო გეტ ერთი წამ შენი ჭირი მე ვიზახი ფაქტებს ანუ რო გამოდიხარ და ყველაზე ათლეტური რაღაცებს რო ლაპარაკობ ანუ არ არის ეს მართლა სხვამ რო თქვას კი ბატონო მითხარი რა პრობლემა აქვს მე ვიყავი ექიმთან ვერ მოვიცალე და მითხეს რო ვერ დავრბოდი თურმე მენჯები მაქვს არასწორად და მაგის ბრალი ყოფილა შეკინე დამცინი რაღაცა ნაკალს არა მგონი ეგ მენჯები რო გასწორდეს რომ რაღაცა ნიჭი არ მოგაჩნდეს ვერ გასწორდებაო იმიტომ რომ ის რაღაცა საკეთებდი ბავშვობიდან რომ ანუ დაიღუნა ეგ მენჯები მე გაგიღუნე ეხა ის არ მითხრა რომ თავი ჩაკინდრე და თავი არა შეიძლება ადამიანს ანუ მითხეს რომ 45 წელს შეიძლება ვეღარ გაიარო და მაგის მერე რომ მენჯების ვერ გაისწორებ გარინჩა იყო ეგეთ ფეხბურთელი რომელსაც ცალი ფეხი ჰქონდა მოკლე ნუ თუ პოზიტიურად შევხედავთ გძელი კაი ცალი ფეხი გძელი ჰქონდა ესე შეგვიძლია უყურე მან სოფლიო ჩემპიონატი მოიგო ამ თავისი იმიტომ რომ გამოიყენა ეს საკუთარი ნაკლი რომ ექცია რაღაცა შესაძლებლობა და შენ მაგ შენი მენჯებით შენთვის დატვირთვაც არ შეიძლება
დატვირთვაც არ შეიძლება? შეიძლება. ცხენზე ჯდომა? ცხენზე ჯდომა ძალიან კარგიაო. აუ და ეკი მაგითხრა მოცეკვოვისტანი გააფუჭა შენ მომენჯებმაო? გიორგიზე სხვადასხვა ბაბუამისი ყავდა, პაპამისი ბოდისი სტუმრად და მოცეკვავის ტანი ქონდაო და აი როგორ ფიქრობ? სიმაღლე გიწყობს ხელს ჩემი აზრით. გვაჯი. ბიჭოს შენზე მაღალია. შენ მე როგორ უნდა დამცინო, ბიჭო? აღარ ხარ ხეიბარი სექანა სექან ეს რაღაც საკეთებ. ავიგე შეჩემა. ავიცი. გოლში რო გეტყოდო, ჭაში ნაბრახულებ ვედრას და გევხარო და სრულად დავაყო. ჭა არის ბიჭო გოლში ჭა ქონდათ? ბიჭო. მოიცა ჭა ქონდა. არა, გოლის განემო სოფლებში იყო ჭები. იქრო ვედროსო ჩაკიდე. რა გოლში ჭა არის ბიჭო? თვითონ გოლში არ არის ჭა? არა. ტოწყლის სისტემა გაიგე? ხო და ძალიან აქვს არა იმერეთში ჭა. ისეთ რაღაცა შემადარეთ რაც გააქვთ რა ხა. რაც აგვაქვს იმას შეგადარებდი ეხა გოლებს. შეგადარებ. ნაგავი ბიჭო ეს ვინ არის რა? იმერელი, просто აქაც წილას დაგიდებ იქანა იმაზე. აფერის ბიჭო. კაი ხო. რაღაცაზე ვლაპარაკობ. შეკითხვა. ხანდახან გადახვევები გვაქვს. ვიქტორიასთან ესეც მოთხოვ რა საკავს შეჩემ აი უნგრეთის სილამაზის სალონს მოიგებდა მაქსიმუმ შეჩემა ტიპი. არა მე მართლა გასწორებელი იყო. კაი. ვინმე უნება ეს არის. რა კეპკი ძიხარი მაშინ ვიქტორიასთან იყო ესე შეკითხვა რატომაც გადავა. მახარა აღარ აქცევები კეპკი. იშვიათად, მაგრამ კაი შეკითხვა დასვა და რატომაც პასუხი არ გაეცა. რა სტილის მიმართულების კონტენტს აპირებს შენ არხზე. იმიტომ რომ ბოლოს რაც დადე იყო მოგზაურობის ვიდეო, რომელიც ძალიან გადატვირთული არის ქართული YouTube-ი ამ მოგზაურობის ვიდეოებით და მე მიჩვენია ვის განაძვიგებ იმის ვიდეოს ვიყურო. ისევ მიყვები ამ მოგზაურობებს თუ სხვა რაღაცას აპირებ კიდე. აი სხვათა შორის ძალიან კაი კითხვაა და ერთდროულად რთული კითხვაა, იმიტომ რომ ჩვენს შევამჩნიეთ ეს რომ ანუ ფეხებზე იკიდეთ ყველას ეს ტაილანდი და რაღაცა ეს ლედიბოები და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ჩემი ოცნება და ზოგადად ცნობილი საიდან გავხდი მოგზაურობის კონტენტით. და ანუ ესე იგი უნდა მივაწოდე ისე მაგ თემას, მაგრამ თუ არავის არ აინტერესებს, ესე იგი უნდა გავაკეთო ისე რომ დავაინტერესო. მაგით ანუ ბევრი სამუშაო მაქვს ზოგადად მაგ სტილის. რო ითევზაო. ჩვენ ოჯახში უკვე ყავს უბრალოდ არა, კონტენტ აქციო რა. ხო და მაგაში ასე ყავს კონტენტ კრეატორი ისე ქვია, ლაშა ანაგა. ესა ჩემი მეუღლის ტყუპის ცალი, რომელსაც იმენა თევზაობაზე დებს კონტენტს და. და კონტენტ ჩარგინა რომ შევხვდე. ხო, ხო არ წავართმევ ახლა. მე მგონია რომ იმარო თევზი დაიჭიროს და შენ უბრალოდ სახელები ჩამოთვალო ხოლმე. ამ თევზების ბევრად მეტი ნახვა ექნება. ან მანქანის კონტენტი ძალიან კარგად წავიდა. ან რა ვიცი, ან Mercedes-ი ძალიან ბევრს აინტერესებდა, ან უბრალოდ ძალიან კარგი ტესტ დრაივერის ის ვარ. მოვაპარაკე. ან ორივე ერთად. კარგი ტესტ დრაივერი საკუთარი მანქანის ვერ იქნები. მე ზოგადად მანქანებზე ნული ცოდნა მაქვს, პრავაც არა მაქვს, ამიტომ ეს თვითონ. პრავაც არა გაქვს? ეს თვითონ. წეგარ მეუბნებოდი Mercedes-იო, ესე მე ვაპარაკებოდი მე ანუ თუ პრავა არა. მე მარტო პასაჟირის სიდიდნიდან მოძრაობ. არა, პასაჟირისთვის კარგია Mercedes-ი, იმიტომ რომ უკან დაჯიქებ შვიდად მინდიხარ. წინსი ვარ. ნუ აი კაი, წინ. პასაჟირის სიდიდნიდან მახარ რა სიტყოდი, აი ბემბეთონებს, აი მოდი ამ პერსპექტივიდან შევხედოთ. არა, BMW-ში მხოლოდ უკან ჯდებიან ხალხი. ანუ წინ არ შეიძლება თუ რა? არა, ნუ ეგეთი ის არის რა. აჰა, კაი. ეხლა მე ახალი მანქანა. ეხლა მოგზაურობის კონტენტში ერთ-ერთი ჩელენჯი შემოვიდა, რომ უბრალოდ ის რაღაცას აკეთებენ ქართველი მოგზაურები, ძალიან თავზე ხელაღებულები არიან რა. ცოტა ექსტრემალური, ცოტა რაღაც ანტარქტიდაზე იყვნენ, ეგ ჩრდილოეთ კორეა და ძალიან რთულია რომ მაგ კონტენტში საკუთარი თავი ისე დაიმკვიდრო, რომ ამათ კონკურენცია გაუწიო. ეხლა მახარა სხვადასხვა მე ჩერნობილის ვიდეო გაქანახე, ჩერნობილში იყო და ზანზიბარში და ამის დაწყებულია ზოგადად, გიორგის დაწყებულია. არა მარტო პოდკასტები და ეს ზოგადად მოგზაურობის თემაც პირველი ზიანი ჩვენ მივიღეთ. ანუ ჩერნობილი და პირველი ზიანი ჩვენ მივიღეთ ეხლა. პირველი ზიანი კორეაში თუ შეიძლება ეგრევე ჩამოეხჭე. ეს HBO-ს ფილმი რო არის, სერიალი შენ ხარ იქ? ანუ პირველადი ზიანი. ის სერიალი იქიდან არიღებს. აჩიკო არ იყო ეგრე. იყო ბევრი
დასხივება. მენჯების ის კალა, შენ რა შეკითხოს დასვი ხარ რა? არ გიყურებია შენ ვიქტორიას ვიდეოს და სხვა შორის საკმაოდ პროვოკაციული და ისეთი ვიდეო იყო რა. ანუ აბა რა იყო პროვოკაციული? პროვოკაციული ვიდეოს არ მესმის არც კონკრეტულად ბანკოკი ის გურამა მახსენდება ხომ რომელი ქალაქი იყო? ეპატაჟური. ფუკეთი. სადაც კონკრეტულად ლეიდიბოები სადაც არიან მაგ უბანში იყვნენ და ეს აღმოაჩინეს მოკლედ და საკმაოდ ისეთი სიშიშვლე იყო რაც არ მეგონა რომ პლარი არ ექნებოდა იმიტომ რომ YouTube-ი ზოგადად ერჩის ხოლმე ეგეთ კონტენტს თქვენ არ მოგსულიათ ხო არაფერი ან სტრაიკი ან რაღაც მოგივათ მოგივათ ხო და ასე რომ ის იყო რა ფლათ უსაფრთხო ვლოგი არ ყოფილა ანუ ისეთი აჰა გასაგებია ანუ მაგ კადრების გადაღების იყო ძალიან საშიში იმიტომ რომ ხა მე არ ვიღებ ზოგადად მე მარტო მონაწილეობ კადრში და გიორგი იღებდა და ეს ლედებოები კაცებს ძალიან ირჩიან ანუ ცემა შეუძლიათ და ყველაფერი შეუძლია გააკეთონ კაცებს რატო ირჩიან? კაცები ხო ჭირდებათ ხო მაგრამ ძალიან აგრესიულები არიან კამერის მიმართ ხო იმიტომ ახლა რომ ვის უნდა მამი და მისზე რომ გაიგოს რომ ლედებოების გარდა მე მაგალითად მაგ ვიდეოში სინჯავდი ძალიან ბევრ რაღაცას აი რომელ იუთუბერს აქვს გასინჯული ამდენი ამარზენი რაღაცა ვინა ამარზენი ხო არსება ეცოდი სიტყვა ამარზენი არა მარტო თული სათქმელია ამაზრზენი ხო არ თულია არის ბევრი მარტო ცუდი რაჭამი ეგეთ აქვს რაჭამი ცუდებიც აი მაგალითად კაკოს თაგვები და ვირთხები და რაღაცა კაკო და სოზო ბოდიშით მაგრამ ჩემთვის კონკურენტები არ არიან იმიტომ რომ არიან ცაში სადღაც მე ცას უნდა დეკონკურენტო აბა ეხა ჩემზე კარგი ლოგერი იქნები ტრეველ ლოგერი ჩემზე თუ გააკეთებ სწორებას ეხავე გეტყვი და ჩემზე ბევრად უკეთესი იქნები მაგრამ იმიტომ რომ მე არ მიყვარს ამას გასწავლი რა დარჩა აბა ვინ არის შენ კონკურენტი აი როდის მიხვდები იცი რომ ძლიერი ხარ აი კაკოს და სოსოს რა ის თავით აცდები და რომ გაიხედავ და მე რო ვჩან და ვიცოდი რომ დამინახო ვიცოდი ესე იგი ვიღაცებს ანუ კარგად ხარ და ექსტაბილურობა შეინარჩუნე ან გადასახადიდან მას აი რომ ამოხედა ფიზიკურად არ ჩავალ იმიტომ რომ კაკოს ოსო მეფარებიან დაბლა კიდე ხო არ არის ვინმე ვინც გეფარება აი ხო ფიქრობდი აი არავინ გამორჩეს მეთქი და კაკოს ოსო სარიშვილი ოქტოპუსი სად არის მან დაი ოქტოპუსი ეგენს ბევრი ესე გაშლილად მოკლედ ძალიან ბევრი აი ღრუბელი რო გადაივლის აი თქვენ ხართ მიზანი თქვენ არა მე მრავლობიჩი მოგვიხსენებ ეს დაბლა ეს მეფარება მე ხო არა მე დაბლა ვარ მართლა ტრებელში ოღონდ არა ტრებელში აბსოლუტურად ყველაფერში ვიზარ არა ვერ დაგეთახა არა მე ცოტა მაღლა ვარ სხვა რაღაცა ცოტათი არა იმათზე მაღლად გიხარ ნახე? ბოდიში. ამათ რო გადაწევ, სოსოს კაკოს რაღაც გადაწევ. კიდეთი პატარა ჭდილი როგორც სიათლე გამოძურება იქიდან ესენი იქნებიან და აი მაგასაც რო გადაწევ მე იქით სადღაც შორს ჩალვარ მე რა უკან სიათლე მექნება და ის არის. კაი, გაგლობალურებაზე აი შენი კონტენტის რო სხვა ენაზე აკეთოზე არ გიფიქრია? აი ქართულად რატომ მოგინდა კეთება? საქართველოში ვცხოვრობ და ეხლა შემიძლია რუსულად გავაკეთო კონტენტი და ძალიან გამოდვიადდებოდა მაგ კონტენტის შექმნა. ხო, მაგრამ არ მჭირდება რუსების აუდიტორია. არა დიდი აუდიტორია. ძალიან. მაგრამ ერთი ვიდეო უნდა ამდენჯერად მეც მიფიქრია, შენ აგორია მე ვარ თუთუნე, რუსე თუთუნე და არა, מחარას ბრიტანული აქცენტი აქვს და ბრიტანეთზე გასვლაზე იფიქრა. არა, ჩრდილო ირლანდიური. რუსულ კონტენტს უყურებ მე რა. რას? ვეფიცები. ვიღაცა კაცი არის, რომელიც ხელოსნურ რაღაცებს სიგიჟებს აკეთებს, აი დრელებს აიღებს 200 დრელს და ერთად დააკეთებს და ნოშესში ჩადებს, რომ აბა თუ ის ეს ნოშესი 200 დრელით. ანუ ადრე უყურებდი ხომ Discovery-ზე ხომ Must Buster რა და Must Buster და ძალიან მიყვარდა. ეხა ეკლექტი აღარ არის რა. ხო და ეხა ეს რუსი კაცი დამჩას. ჟიგულის საბჭოთა კავშირის რაღაცებს გაკეთებს რა. მეყურება რა. ძალიან დასაფასებელი რაღაც თქვი ხა, იმიტომ რომ ამდენი ხანი 18-19 წელი ქართული საერთოდ არ იცოდი და მაინც ქართულად აკეთებ კონტენტს და შენ ქართული არ იცოდი, ან შენ თავზე მიიღე, ხო? შენ ეხლაც არ იცი ქართული. ანუ ადამიანმა ისწავლა. თუ გინდა ყოველ გადაცემაში 10 სიტყვას მოგიტან და წაიღე ხოლმე და ივარჯიშე რა.
ხო და ძალიან მიხარია რომ ეგეთი განწყობით ხარ რომ ქართულ კონტენტს აკეთებ, იმიტომ რომ ქართული კონტენტი ძალიან ცოტა იყო და სხვა იუთუბერები თქვათ რა, რომ დავიწყე მეწყურება, ქართული იუთუბი არ არსებობდა პრაქტიკულად. და ეხლა რომ ჩართავ იქ რაღაცა ვიღაცა ზემოთ არის ზეცაში, ვიღაცა დაბლა, ყველანაირი არჩევანი გაქვს. რამდენი ხანია დაცოლილდით? 5 წელი? ხო. არა, დავცოლილდით 2 წელი. ეხლა ივლისში იქნება მესამე. ან ჩემი შვილი ძახს ხომ ესე ცოლ-ქმარი რაც გახდით. ხო. მამის განსწავლობს გრამატიკას ისიც თუ ეხლა კარტები ამოატრელები. მახარ. ერთად დავიწყეთ, ხო? მახარ კარტები ამოატრელები. მაღალი თუ დაბალი თქო კითხე. არა, ვინ იყო ინიციატორი რომ იუთუბერობა დაგეწყო? იუთუბერობა კონტენტი ეხმარები ყველანაირი. შენ ხარ პროდიუსერი, ეგრე გამოდის რა. ყველაფერი, პროდიუსერი, ვიდეო ოპერატორი, ფსიქოლოგი, ყველაფერი. შესაბამისი ანაზაურება აქვს? არა, წეღარო ვიძახთ იქ. просто кайфობთ რა და თან შემოსავლის წყაროც არის ამ кайფით. ეგ არის ყველაზე იდეალური რაღაცა. ეხლა მანქანაზე მივხვდი, ხო? მანქანა ვიყიდეთ პროექტამდე. ეხლა შემდეგ რაც იმ სტუმარი შენ იქნები, ნახე. მახარას. ვუიცო? ეს ვერ მივხვდი. ბიზნეს კოუჩი. შენც ეგრე არ დაგვიწყო და რა არის მთავარი? პოლისაშონა. არა, ღმერთმა მეტი მოგცეთს, ვისაც მაგი შეშურდა, ყველა ამოწყდეს, მაგრამ ეხლა თუ გაგისკდეს გული შეჭ. ეგრე. ეხლა მოდი რომ ამას იზამდა. თვითონ უნდა მომკვდარი იყო, იქნებოდა ძალიან გული გაუყოს დანა. კაი იყო, იმიტომ მებასება, რა კაი შურკა. კიდე გაგაგიჟებთ მაშინ. აბა? რამოდენიმე თუ 9 წლის წინ ხო გაგიჟდა ჩემი აუდიტორია, როცა გასაყიდი ბინის ვიდეო დავდე და მაგ ბინის ფასიდან. ოპა, აბა, ნახოთ. ეგ არ ვიცი. მაგას ჯერ გითხარი ლოკაცია, სად იყო? ბაკე. ოუ, კვადრატულობა. ლიმონ ნახევარი. 520. აუ, ჩემი 520 აი, ხა გეტყვათ ეგრე რომ ეგსახლი გაყიდე და არ გაიყიდა. არა. გიორგი შემდეგი სტუმარი. ჩვენ გვაქვს სეგმენტი შენთვის, ბოლო 15 წუთი რომ შემოხვიდე. მომისმინე ეცოთ, ეხა რომ გავყიდოთ ჩვენ ეგსახლი აქედან. აუ, ჩემი. რა? 5? ჩახტა, ნახე, ეგრევე ჩახტა წილში. არა, 5%? მეგობრებო, იყიდება. ძალიან კარგი გოვლილი. ეს ჩვენ მაყურებელი გთხოვთ ცოტა ხანი გამორთოთ ეს მდიდარი ფენა რო წევით ამოიწიოთ. სახლი იყიდება ვაკეში, ძალიან მაგარ ფასად. პირდაპირ კუსტის ასახვევთან. 1%-იანი ფასდაკლება გეკუთვნით, თუ მივხართ პრომოკოდი საეჭო. ვიკის უნდა დაუკავშირდეთ, ხო, ამ სახლის გაყიდვაზე. ეს ჩემი 1% დაგიკელით, აქედან 5 არის ჩემი და 4-ს ავიღებ, ეხლა იმიტომ 1%. სკიდკა არის. PM-ში და ანუ მაგსახზე ხო ეგრევე პროფილზე ეგრევე ამჩნევ ვინ გწეს მაგსახლის აი ეს ამის ფოტო რო არის ხვდები რომ აი სკემერია რა გადააგდო რა შენი ფოტო თუა? არა ჩემი თო ხა რა ეს დაინტერესო მინიმუმ მე კლიენტი მაინც ყავს ისთანაც ხიც ვაკეთებ და მაკლერია. ანუ ძალიან მიხარია რომ არ თქვი რომ მე შემიძლიაო. არა მე არ ვიყიდი არასდროს მილიონ ნახევარი ზავს აშენებ. ავაშენებ აუცილებლად. 13-ს ვაკეში. აუსაკეთებ ხო ეხა? ხო. მითხარი წაღან. აუზი მინდა რა. იქნება შემეხმიანოთ აუზის მოპირკეთებაზე. მინდა რომ იაფად გააკეთოს. იაფად არა კაცო, დაპრესილი კაკლის. დაპრესილი კაკლის ისინი მინდა ფისრები რა. აუ კაკალს ხო იმენა. არა, თხილი ბოდიში, თხილის დაპრესილი თხის ფისრები რა. ძვირეკის კაი. დაპრესი თხილის. ანუ აუზზე უნდა გაუშვას. აუზებზე რომ გაუშვას. რაღაცები ხო, ხო, ზოლიანი რაღაცები, ფეხი რო არ გისრიალებს რა. ეგ ღირს ძალიან ძვირი რა. მაგრამ დიდხანს წლებს. ერთი წელი ფიცარი ღირს 230 და წარმოიდგინე რამდენი გჭირდება აუზზე რომ ეგენი გააკეთო. უიმე. უი, რომელიც ზემოდან ეგრევე ხო იწყობა რაღაცა. ხო. და გამოჩნდება ვინმე კეთილი გულის ადამიანი და გადააგებს ალბათ ჭირთანაც. მე ძალიან მომწონს ჩემი ხის სახლიც და არ მაქვს პრეტენზია და გაეკიდება ისე რომ აი
ტოპიჩეში რატო არა ჯვარი წერია შეძახილმა ხე გაახმო აუ ხის კოტაჯები არ მოგწონ საი საფხულის რაღაცა ისა ძალიან კაი არ არის ნუ დიდ დიზაინიც არ სჭირდება შიგნით არაფრის გაკეთება იმიტომ რომ თავისით უკვე საყვარელია მყუდროა აფეზე ხის სახლი საღორეც ხო ხის სახლი არის და ნათაჭდება დიზაინი რა ვებსი ზახი ხის სახლი ვისაც გაქვთ მეგობრებო არა კომენტარებში ვიკრიბებით מחარას ლოკაციას ჩავაგდეთ ბიჭო რა არის ვერ გავიგე საღორე და ისიც ორივე ხისა არის მაგრამ დიზაინი როგორ არ ჭირდება კაცო საღორეს ანუ ტაქსის მანქანებს რო შეადარე ადამიანს ის ეწყინა და საღორე საღორე ტაქსისტებს გაუსწორდათ ანუ საღორე მესენსის ღორები არიან ახლა ტაჭკი კრავენ და ისე გაუსწორდათ რომ საღორეს შედარება ანუ რამდენ სახლის და საღორის შედარება რამდენად სწორი და ეთიკურია სახლი არა ეს მე ნუ მითხრე ბიჭო მომისმინე ხის სახლი არა გაიზარდა ხალხი საქართველოს ესეც ხის სახლი გაიზარდა უამრავი ხო და ახლა პარალელის გავლება საღორესთან ანუ პირველი ეგრო მოგდის ნუ აი ამოჭერი ამოჭერი დატაპა ამოჭერი არა ვიყავ ვიწოდი მენა პირველად მოხდა ასე რაღაც არ დავიტოვე არა დაუტოვოთ კაცო გეხუმრები იმენა არ მახსოვს გავიგე მაგრამ ამოჭერი გეხუმრები შეჩემა კაი რა გეხუმრები არა ბიჭო ვერაფერი დავიტოვე მიხვდება ხალხი რომ ხუმრობ შეჩემა რა არა ვერაფერი მე ამას არ ამოგაჭრებენ ჩემსას არა ხო ის არ არის ამას აჭრიან მაგრამ აი ხის სახლზე მასლა ამთქოს როგორ მე ვთქვი არ მაცდი რა მასლა მაგიტო ანუ მე ისტორიული მოვლენაა კალა ეს მომიჭერეთ ისა მომიჭერეთ ეგრეა ეხა ნახე ერთი წუთის მერე დამიტოვეთ ძმო მე არ მაინც აი არა მომისმენე აბა მე ვთქვი რომ საღორეც და ხის სახლიც ორივე ხისაა თქო მაგრამ პარალელი გაგახსენდა ხო დიზაინი მაგიტო ჭირდება რას ადარებ ხა ჩუქურთმებიან ოდასახს ადარებ მე მგონი ყველა კარგად დაინახეთ რა კონტექსტში იგულისხმა ჩუქურთმებიან ოდასახს ულამაზეს ადარებ საღორეს ბიჭო ანუ გიჟი ხო არ ხარ ანალიზები გიგია მოგივიდეს ბიჭო მახარ მე პარალელი არ გამჩენია საერთოდ საღორე მე არ მიხსენები შენახსენე და მე ვიძახი რომ არა შედარების ხო შედარება ეგ იყო კერძო სახში ცხოვრობთ? არა. არაპირებთ? გვინდა. ძალიან კარგი. ხის სახლი იქნება? არა. რატო? ბეტონი? კი. სად? ლოკაცია? სად იყიდება? არა, რომელუბანი მოგწონს? შემთხვევით დაკითხვაზე ხო არ გზნობ ხარ? ზოგჯერ დაკითხვაზე, ზოგჯერ მე რო აი ჩხუბი მოხდება ხა და მე მომიწევს ამ ორი ადამიანის გაშორება. არა, იმას დავაგდებ ერდარტყმაში, არანაირი გაშორება არ მოგიწევს. შეწინააღმდეგები, ბიცეპსები, აი ღური. ვინა? ღური. სვინია. ხო, ანუ მეც იმ სახლში ვცხოვრობ, მაგიტო ალბათ. არა, ვიზუალურად, კაიგე? აი რო გიყევს ჯაგარი, აი თმაზე რაცა ეს არის შენი ბრალი. იცი რატოა შენი ბრალი? מחარას პოდკასტია და აიშვებ, ლეგიტიმაცია მიეცა და ამის პოდკასტია. მაგის გამო არც მithქვამს ეგ. რომელუბანი მოგწონს რა, თბილისში. აი შენ ისეთი ხარო, ცენტრში თუ არის რო ვიღაცები, ცენტრში თუ არის ხო, შეიძლება თუ იმ საცობში იდგნენ და ცენტრში იცხოვრონ. ჩვენ ვართ სოფლის ხალხი რა, ცოტა გარეუბაში მე ვარ ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ტრანსპორტი ზოგადად. მე მირჩევნია სახლიდან ცხენი მიყვარს. სახლიდან გამოვიდე და ფეხი წავიდე იქ, სადაც მე მჭირდება წასვლა. მაგიტომ ბარსელონაში რო გადახვიდე? არა, დიდია ბარსელონა. იქაც ეგრე არის. აქ ფიზიკურად ვერ გახვალ. აი, სადმე ცხოვრობდი რომ ვაკეში. სამწუხაროდ ერთადერთი ეგეთი. საბურთალო. ვაკის პარკში. კუსტბაზე. ხო, მაგრამ აი, ნახე, მეც გქონია რომ აი ხო არ გავისეირნო თუ რაღაც, მაგრამ აი ეს ჰაერიზით და ისიც გქონია რომ ისეთი ბინძურია რომ თბილისში საცემა გაისეირნო. წითელი ქვები რო ეყარა იქ, აი რომ მიდიღე წითელი გაქვს. ფეხს მეც ხო? ხო, აი რა უნდა ისუნთქო. აი ლისზე ერთა სხვათა შორის ახლა ბოლო დროს ლისი მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ლისის ტბა არის, მე მომწონს ეგრე რომ დგები მაქვს ბილიკზე და მივდივარ სამ კრუგს ვარტყავ და მე სახში მივდივარ, მაგრამ იქამდეც ნახევარი საათი მჭირდება დიღმიდან რომ მივიდე მანქანით, მე დავბრუნდე. ბიჭო, არა, ლისზე იმ დღეს ამინდები რომ გამოვიდა, შეუძლებელი იყო ლისზე ასვლა. საცობები იყო და აი გადატენილი. ცენტრის ხალხი. აი მე უსტბაზე ეს კუები აი წავიდნენ უკვე ისეთი სიტუაცია რომ დატოვა კუმ. ისთან ეგეთია, იმენა. მარინა ბერიძე ვიღოთ კაცი.
აი მე ვერ გავედი სანამ ლისი ავალ აი თბილისლები ვერ გავედით ლისზე ჩვენი ლისი გვაქვს გაიგე იმას ვერ შენი ლისი სად არის გლდანის ტბა ხო აბა ხო შენ გდანში ხო ახალი გლდანის პარკია ნახე. შენ ახალი პარკი არის ძალიან როდის იყავი ბოლოს ერთი კვირის უკან ალბათ მართლა დადიხარ ხო მარისთან გადავამოწმებ იბანავე, ინფორმაციას ცოტა ეჭვება იმ დღეს გამოვეdu იბანავე ოჩიმი არა ბიჭი იცი რა არის დიშვილო როგორი ამბავია ჩვენი ეძინება დეცრიმავდა ეგეც რომელი საათია მუშაობს შენც მუშაობ გიორგი პირამდე შეტევი ეხა ურეკავ მარის და ვეკითხები როდის იყავით ეს მომენტი იქნება ამოჭრათ რომ ჩეთერი გვიტევს სერვერზე და აი ვერ ვიგებ რატო რა ცუდი ადამიანი რო არ მაგიტო უბრალოდ კონკურენცია აქვს მაგიტო თუ აი ვერ ვიგებ რა მართლა რა მარი ხო გლდანის ტბაზე როდის იყავით ბოლოს როგორ ბოლოს როდის ვიყავით ნამყოფები ხართ გლდანის ტბაზე სასეინოდ არა ეგ მაინტერესებდა მადლობა გადავამოწმე შემიგლდანის ტბა პოდკასტი შემიგლდანის ტბაზე თუ არ გავედი და ერთი სხვა რამის თქმა უნდოდა ბიჭო აი ძა როგორ ეჭვი შემეპარა იცი და აი პროსტა გადამოწმე შემიგლდანის სხვა მაგ აი რა შეადარდეს სურნელს თვითონ აი რა სურნელი არის აი გლდანის ტბაზე ჯობია ლის ეხლა მე თქვა რომ არ დავდივარ კაი იქნება და პირიქით თორსკო დავდივარ ხო ინტერესი ანუ იმისთვის რომ ხალხი მოდი ხა დაინტერესდეს იცი რა მოყავი დილით რო 6-ად დგები ქუჩებს რო ალაგებ და გაჭურებულებს რო ეხმარები და კარგი იქნება ეგ ხა სათქმელად ეხმარე ბიჭო მაგრამ ხო აბა ქუჩებს ხამე რო დაღამდება რამდენი კრიმინალი რამდენი კრიმინალი ყავს დაჭერილი ქუჩების დაალაგება ეხა შენ რას თქვი ძალიან მინდა აი დიდი სამართლი და ხოლმე ჩემ მეზობელს თქვა მოდი აი ეს უბანი დავალაგოთ რა იმიტომ ძალიან მიყვარს ხო მეც მინდა და რატომღაც მეც ვერ მივედი მაქამდე და ეს დროის თემაში მეზობლები კი კარგი მყავს ზოგი ვერ მივედი რა აი მოდი დავალაგოთ იმიტომ რომ გიჟი მგონი ვარ მე ყველას გაიგე მე ყველაფერი მაქვს გიჟის პარამის გამოგონი ხარ ყველაფერი მაქვს დავიწყოთ ვერ მივედი შაბათობა იყო ხოლმე გორში რა შაბათ სემიჭკას ვისა პარასკევს სემიჭკა თელი კვირის განმავლობაში დაანგრევდი შენ მე შაბათს ალაგებდა ყველა მე შაბათს გამოვდიოდი და მთელი უბანი ალაგებდა ხოლმე რა ამას და ძალიან მომწონდა ეგ პროცესი რა წავდნენ ხოლმე აი ეს მოწყავდნენ ხოლმე სიგრილე ყოფილიყო და ისა და აი კარგა ეგა მამაძაღლი და მე რომ მეთქვა რომ გლდანის ტბა ცუდი არ ყოფილა მეთქი ვიღაცებს ახლა ინტერესი გაუჩნდებოდა იმან ახლა სისულელე გააკეთა ინტერესი გაუჩნდებოდა აუ აჩი აი რა მართლა და მართლა ჩემი ბრალია აჩი ეს ხო არ ამოუჭრა აჩი რო რეკავს ხუმრობის ხო არა შორიდან მაგნანა დელფინები რო გაუშვეს გლდანის ტბაში დელფინები რო გაუშვეს მაგაზე რა სიტყვა არა მომისმინე ბიჭო ნერვებს არა კერ გაუშვეს მოვიდა თვითონ ადგა ესე ზღვიდან ჩამოვიდა ჩახტა იმიტომ რომ თვითონ იქ აი მართლა ძალიან ლამაზია მომისმინე ცოტა ულამაზესი არის გლდანის ტბა ისე გააკეთეს რომ მართლა ანუ ევროპული ის გლდანის ტბაზე ნამყოფი ხარ შენ კი 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 მე მართლა ვარ ხო ანუ ადამიანი ვაკეში 500 კვადრატი და გლდანის ტბაზე ნამყოფია შენ მოიცა ვაკეში რო სახლია გლდანში და ნამყოფი არ უნდა იყოს არა უბრალოდ შენ რო გლდანში გაგდა შენ ნამყოფი არ ხარ გეგუფა უცნაურია არის და არა ერთი კვირის წინ მაგრამ გავდი იმაზე მანქანის გასაკეთებლად ვიდეო და გავჩერდი რა ლამაზია თქვა შევედი და ძალიან ლამაზია მართლა შეხვედი წყალში თუ არა ბიჭო ის არის აი იქ ისეთი წყალი არ არის რა შე მაგრამ ხო ლამაზია შენ ნაკითხო აბა ეხა იმან არის ის და ხო ლამაზად არის გაკეთებული ეხლა კი ეხლა გააკეთე აქამდე არ იყო ლამაზად არა აქამდე გადანგრეული იყო იქ ის მაგრამ ეხლა კარგად გააკეთე წვანი ის ძალიან ლამაზად არის სიმეტრიულად არის ეხლა ვისწავლეთ ჩვენ ქართველებმა და მერია მისწავლა აი ეს ამოჭერი სხვათა შორის რუსთავშიც ისე კარგად გააკეთეს ეს ახალი პარკი შოქში ვიყავი იმ დღეს გავისეირნე რუსთავში ხო აი არ ვიცი ხო რუსთავში ხო მეც არ ვიცოდი გიორგის ეწყინა მართლა რუსთავი ქალაქი რუსთავი რა არის ტელევიზიაზე არ არის ლაპარაკი რუსთავი 2-ზე როგორ ვიყავს თავს რო იდებილებ ხოლმე ანუ ისე ჯერ ახარ და მე რო აი მეც რო კეთებ აი რა გავაკეთო ეხლა რუსთავი რა სად არის აი რა კიდო და წეგან დავრეკეთ და თუ ეგ ამოჭრა მაშინ მეც ვითამაშებ რომ დანის პაზე რაღაც ლაპარაკობ თავს დაგიქნებ არ ამოჭრილა არ ხო არ ამოჭრილა აბა რა კიდე რას მე ლაპარაკები რა როგორ გააკეთეს და როგორ არა მოსა Google Map-იდან ჩანს კარგად ანუ რო დაზუმო კარგად ჩა
იმ ახალ პარკში იქნებ შეგიშალა და ახალ პარკში ხარ ნამყოფი. თემქის. თემქის პარკი არის? შაბათ-კვირას მან ვისვენებთ ხოლმე ოჯახში. არის? მევადა. ავიცი. მევადა? ხო. თქვენ ხართ? სადა? თემქის პარკში ნამყოფი. არა, მე პარკების არ ვსტუმრობ ხოლმე და არც მერიდევა მაგის თქმის. ხო და არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ ვერ მივედი. ანუ დისლეილენდი. მართლა? ჰაერი თუ მჭირდება, მე ავაშენე სახლი ნორიოსკენ, ეხლა უნდა წავიდე. საკუთარი ეზო მაქვს, აი რომ მიდიხარ, განსხვავება რომ აი მანქანა რომ გადმოდიხარ, ჰაერის ეგრევე იგზნობა. მე შეგრე ვარ თქო და არ მიჯერებს ეს, მაუ ეუბნები მეთქი რა. ბევრად მაღლა გიორგი წმინდა. ხო, შენთანაც ხო, მაგრამ ახ შენთან ფრანგლებთ. შენ დაბალზე ხარ, ბიჭი, გზაგადის რა დაბალზე? ნეხვი, ბენზინი, სულ ყველაფერი გიყრება. არ მინდა რა. რო ჩაწერო Google-ში ნორიო ზღვის დონიდან რამდენ კილომეტრზე? კილომეტრზე კი არა, მეტრი. არა, ნორიო ძალიან მაგარი ადგილია. არა, მაგრამ ის ნორიო ციცი შენ? აბა რა. აი, იქ მოგზა სოკოებს ვკრიფავდით ხოლმე. სოკოებს. აბარე, თუ რა თქვი? ყალა შენ იცოდი? იცის ცნობა სოკოების? კი. მართლა? როგორ უნდა მე არ ვიცი და როგორ? ესე იგი, ყველაზე მაგარი სოკო, რომელიც აუცილებლად უნდა აკრიფო, აი ეგეთ გრძელ ფეხზე არის ნაცრისფერი კოპლებიანი. აი ეს ყველაზე გემრიელია. სახელები აუ ვარ. ეს აი ეს სახელი უბრალოდ ეს არის. ესე ვენდო? ზეპირად ახსნა ცოტა საშიში ხო არ არის? კალამ რომ ანუ მსგავსი სოკო აღარ არსებობს, ეგეთი გრძელ ფეხზე და გაშლილი თავით ყველა არსებობს. გრძელ ფეხა და გაშლილი თავით არა, არის. არა, ეს ძალიან დიდია, აი ამ ხელა ყოფილიყო რა, ეგეთი შესაძლებელია. მართლა? კი და იმენა ხურცის გემო. მე მიყვარს ხის სოკო. ანუ გემოზე რა, კარგად შემწვარი, ძალიან გემრიელი. ეს ქამა არის overrated რა. ანუ ქამა სოკო არის ქართულ სუფრებზეც, აი ეს ქამა შემოაქვთ ხოლმე ყველში და სულ. შეიძლება ქამა არის. რასაც ვამბობ. ეგეთი სოკო არ არსებობს. ყველაზე მაგარი სოკოები, ეხა იმას არ ეწყინოს, მაგრამ არის იმერეთში. არა, ხო. ხო ეგრეა, იმერეთში. აი თუ სოკოზე გინდა, იმერეთში უნდა წახვიდე. ის სოკოზე არავის ვიდეო არავის არ გადაღებული, აი, ნახე. აა, ვიღაც ბიჭი იღებს ხოლმე მართლა, მაგრამ მე მაგრამ მე სოკოს ვერ სოკო და გველს ვერ ვიტან ერთნაირად. ახლა ეუბნება. სოკოსად გველი. ნორიოს ვიზედო. ნორიო ჩაწერე და ამოგიგდებს ისედაც ვიკიპედია გვაქვს ჩვენ იქ. ზღვის დონიდან 800. მეზობლმა შევკრიბეთ ფული და ვიკიპედია გავაკეთეთ. 820 მეტრზე არის ხო. ზღვის დონიდან. მერე 820 მეტრი დაბლა? ხო, ეხლა ნახოთ გლდანი. ეხლა ნახოთ გლდანიოში. ზღვის დონიდან. არა, 300 მეტრი არის გლდანიდან. ეს შენ გგონია რომ გიორგი წმინდა უფრო მაღლა? იგივე სიმაღლეზე არის. რა? გიორგი წმინდა და ნორიო არის დეგოს. რამდენზეა გლდანი? თუ გიორგი წმინდა. 300 მეტრი არის გლდანი არის 580 მეტრზე. ხო. გლდანი ვაფშე მაღალ წერტილში არის, რო იცოდეთ. ხო, ვიცი. და 367 გამოდის რა და ნორიო იყო 880. 780 ბოდიში და ნორიო იყო 820. ესე იგი, ანუ იქ მაღლა რომ გაიხედა, მე ვყოფილ ვარ და არა არა, ხო, ისეთი არაფერი, მაგრამ ის მეუბნებოდა, ჩემი корпуსიო სადაც ვარო. მე-16 სართული უფრო მაღლა. ბადრუკია. ჯიჟი არის, ბიჭო. მოდიო, корпуსი მე-16 უფრო მაღლა და კაი ჰაერი. რა корпуსი ბიჭო? არა, უბრალოდ, ეხა აღიარებდი. მოიცო, მე ხო გავზომე იმ დღეს რამდენი იყო პროსტა არ მოგწონს. მეუბნებოდა, თუ აქ ხო არ მეთქი. მე რა, მე უფრო კაი ჰაერზე ვარ, корпуსის მე-16-ზე ვცხოვრობ და აქ ხო არ მოდის. რე ბიჭე რა იმ. ჯიჟია მეთქი, მეუბნებოდა, მინარ მან რა. აუ, 6 ბალიანი უნდა რო შეაყანყალებს, მე მიხვდება ისიდან. სოკოების ვიდეომ დამაინტერესა, ხე მე თუ გააკეთებს. აი შენ თუ გააკეთებ, მე პირობას გაძლევ რომ მე გიორგი უყურებ. ჩაიწერე. მეც უყურებ. სოკო. ოღონდ თან სეზონზე გასინჯო და კარგი. გასინჯვით თან? აა, ხარელი სოკო რაც მინდა, ეგრე ფოტოსაც მოვკრიბავ. ეგ არის რომ აი რა ეფექტი აქვს ცუც. და რა ეფექტია კარგს. რამდენ ხანში კლავს? რამდენ ხანში კარგი. ხო არიან ამერიკელები. წერებს რა კლეინებენ ხოლმე და გველებს და შხამს რო ეგენ საკინჯი. ჩვენი გიგით იგივე არ გააკეთა? არა, გიგი შედის ხოლმე იქ არა, იმ სადღაც ხო იყო ინდოეთში თუ არა, სადღაც რაღაც. თაფლი რო ჭამა? რაღაც ჰალუცინოგენი ჭამა. ნემსი და რაღაც. ეგ ხო, ექსტრემალური. ეგ მთელი საქართველო ეგრე იყო 90-იანებში ნემსი დადიოდა და უბრალოდ შამანები არ იყვნენ თორე. ხო და იმერეთში, აი მართლა გეუბნები, არა, სოკოებია. არა. ანუ ეს ნიყვი ხო არის რომ ითვლება რომ ნიყვი არის მეფე რა, მაგრამ ეს სახეობაა. აი ძალიან ბევრი სახეობაა და ძალიან გემრიელია რა. ანუ ესე სეზონურად მოდის და ესე ვერ ნახავ რა იმაში. რესტორანში შეხვალ და ქამას რო უკვე და სოკოს რო უკვე და მოაქვს ქამა და ქამა სოკო იმასთან შედარებით არ არის არაფერი საერთოდ. აი რამაზან მიცის ყველა სოკოს ცნობა და ვერ ანუ იმენა დარწმუნებულია. ჭადილო, მიქლიო და რავი მე. ხო და დარწმუნებულია რომ არაფერს გიზავს. მარწყვილო შეძახიან კიდე.
მეც ეგრე ვარ, მე რაც ვიცი, დარწმუნებული თუ არაფერს არ მიზავ. რა სტრუქტურა აქვს რა. რონერად იცი კაცო? ვიზუალურად. ვინ გასწავლა? ეხლა ქართულ მამა. ეს იყო ყოველ შაბათ-კვირას ოქტომბერში, როგორც წვიმები ჩამოივლის ან პირიქით რაღაც მზე რო გამოვა, მივდივართ. კოჯორი ნორიო, მე კახეთისკენ რო არის რაღაცა ნაძვები და ეგეთი. მიყვარს? მე დავდივარ ხოლმე გზებით რა. გაიგე? ოსე სამოჭერი რა. არა რიგი დადგება მე გაყიდიან ჩემ. და სატაცურზე და როგორ გამოიყურება? მართლა რა ხდება იცი? როგორ გამოიყურება? ბუჩქებში არის, ბუჩქებში იზრდება, ეკლიან ბუჩქებში იზრდება. ჩემთან იზრდება თქო, ეზოში ამო. ხო, შენთან არ ამოვა. ეს საერთო ტერიტორია და მიადგებიან და გაყიდიან თქო. 70 ლარიღის ხომ ეს აი. ხო, ძალიან ძვირი რაღაცაა. და შენ უნდა იგა. ძალიან მიყვარს, რა გიждები. სატაცური? აუ, იცი რა. იუახალო? არ მიჭამე. ვიცი რა მაგა, შება გაგიждები ბიჭო. ვა. ვაფშე სხვა. მე მაგრამ ევასება რა, მარილში და ყვეს. სოყვების ცნობა თუ ისწავლებ, ჯიშებიც გესწავლა სახელები. ქართულად არ ვიცი, რუსულად ვიცი. რუსულად. ყველაზე უცნაური სახელი გიხარ რუსულად რა. რამის გამოვიყენე. სრაიაშკა. ვისა? სრაიაშკა. 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 და რა რომელი სოკოა ეხა ეგ? ხამა იქნება რაღაცა. სრაიაშკა. ანუ აი ის იმენა მოლტფილმებში ყველა ვინც რაც იყენებს. წითელი როა? ეგ ხوار შეიძლება. ანუ ზოგი ჭმევა. თუ დადებ დიდი ხნით წყალში და ეს მთლიანი შხამები გავლენ და რაღაცა ჭამენ, თუ ძალიან არ გშია. არ გარისკოთ. დიდი ხნით რამდენი ხნით? არ ვიცი, არ გამომიზადები. თუ გინდათ ბებეს კითხავ. დედაჩემმა გააკეთა და ჩვენთან პადვალში მოიყვანა სოკო. ის იმაზე რომ მოდის. თუ გემრიელი. ობი აიდიაში რა. ობზერვერი. პატარები თეთრები. ხო, გემრიელი. ნახეთ ხზე, ხო? და ამოვიდა ბიჭო. ხისოკო მაგარია. მაგის მევასება. ხისოკო ძალიან კაი. ოღონდ ის არის, ჩუჩლა აი არომატები არა აქვს. რა სხვა სოკოები არის, რომელსაც აი მე ხორცივით არის. სოკო აი ძალიან მიყვარს. მე ვერ ვიტან. რა ვერ ვიტან. ვერცერც? ხისოკო რა ალბათ. რომელიც შეება იყო გორში ხისოკო. ხისოკოები ყველგან არის. გორში ყველგან არის შებანძო შენ. ბიჭო, რაღაც ერთი თამაში მაქვს რა, არ ვიცი, და გაგისწორდებათ. უცნაური რაღაცეების ჭამაზე არის. რა? ვიცი, ვიხდი. ბიჭო, აი ესე მომაწოდე რა. უცნაური რაღაცები ჭამა ძირიდან. ეს კამპეტებს ხო ბავშვობაში ჭამდით ხოლმე. არა ის ხო არის ეს ახლა იქ შეიძლება იყოს ნორმალური გემოების კამფეტები და საშინელი გემოების კამფეტები. ერთი კონკრეტული ფერი რო ამოგივა, ის შეიძლება იყოს ან ძალიან ცუდი, ანუ ვიტყვით რა არის, ეგ ძალიან ცუდი, ან ძალიან კარგი რა. რიგრიგობით დავატრიალოთ. პრინციპი თამაშის იყოს ესეთი. ბიჭო, ძივები ხო არ არის. ორჯერ ვისაც ამოუვა ცუდი, ბიჭო, წააგებს. ორჯერ ცუდი ვისაც ამოუვა წააგებს. არწმუნებული. კი, ზოგი ძალიან კაია, ზოგი ცუდი რა. საშინელება? დაატრიალე. ძალიან საინტერესო. ბიჭო, რა არის ჩემი? ჭუჭყაინასკების სუნცა. ერთ-ერთი გემო არის ეგ კი, ერთ-ერთი გემო არის, მაგრამ შეიძლება ტუტი ფრუტი იყოს მაგფერის. ბიჭო, მე გავგიჟდია. გემო არ არის აცი, ჭუჭყიანი ნასკი არის საშინელი სუნი. დავატრიალოთ. გემო არის ხორცი. ეხა სული რა მოარდა? მოიცა. სანამ დავიწყებთ მაყურებლებს ვეტყვი რა გემოებია. რა გემოებია ვეტყვი რა. დამწვარი რეზინა, სველი ძაღლი, ცუდებს ვიტყვი მარტო, ნუ. რა სველი ძაღლი შეჭემა? სველი ძაღლი. ჭუჭყიანი ნასკები, კბილის პასტა, ბოყინის არომატი, ხოჭო, გლინტი. ძველი ნახმარი სანტაუიკის გემოა. დამზადებული რითი არის? და მკვდარი თევზი. კაი, დავიწყე. არის ცოცხალი რო არ იქნა ვიცი შეჭემა. მკვდარი არის? მკვდარი თევზი ყოფილა, გაიგე? დაატრიალე. მე გავიქიდან დავიწყე. შენთანაც მოვა რა აზრია? გავიგე. დავიწყე? კი. მოიტაკი. რა კარგი რომ მაყურებელიც ხედავს თან. რა ფერის ამოვიდა გითხარით? თვითონ აიყოს. მანახე? კაი, ეს არის ან ბოყინის არომატი, ან ატმის. გასინჯე. მე ხარ ბოყინის არომატით არის რა. არ გაგიმართლა ეგრევე. ბოყინის არომატია.
კაი, -1. ფუხინის არომატი რას ქვია შეჩე. აი, მე გადააგდები მიხვდები ახლა. ამოაგდე ნარწყევი. რატო ძალიან გვიკეთებ? სუდი არ არის. დიდით არ იქნება. რატო გვიკეთებ? ნუ სუბუქი ამოვიდა ვიქტორ. აუ ეხა ნასკი აი გადავიზილავდი. კაი. დაატრია, კარგად დღის დაატრია. ნაცვამი აი. წითელი, აიღე შავი, შავი, ხო შავია. აიღე. შავია შავოში. ეს არის ხო? ო, შავია. შავი არის ან დამწვარი რეზინა, ან გუდრონი. ამერიკული სნეკია, ლიქორის ქართულად. ანუ რომელიღათა შავი არის, ისიც და ესეც. ორივე საშინელება რო არის. შეიძლება პორტოხალი იყო, უბრალოდ ეგეთი გემოსდი, ის უფრო ცუდი იყო. მიდი, ეგრევე. შეიძლება. კაია? რეზინია? არა, კაი ამოვიდა. ძალიან კაია. ო, ლიქორი. იტყვები? დამწვარი რეზინა არის? არა, ძალიან კაი არის. კაი, დავატრიალო? ოკეი, დაატრიალე. დამწვარი რეზინაო. -1. რომელია მანახე? აი, წინწკლები თუ აქვს. ეგ არის מחარ ან ხოჭო, ოღონდ სუნიანი ხოჭო. ან მარშმელოუ. მარშმელოუა? დავაი მეორე წრეზე, ვიქტორია. რაღაც არ მომწონს შენი სახე. აა, მარშმელო. მანახე? აი. რანაირად თეთრი არის? არომატიზა, რანაირად უკეთებენ მაგის არომატიზატორს? მოიცა, ეგ კალამ რაც აიღო იგივეა? არა, არა, შავია ვიღებ. ის წინწკლებით იყო. წინწკლები, ჩემი წინწკლები. შენი წინწკლებით იყო, ეგ არ არის, მაშინ ეგ არის ან სველი ძაღლი, ან ბანანი. აი მეტი რა. სველი ძაღლი, რანაირად არომატი, რანაირად შეიძლება სველი ძაღლი. აი, აგვიხსნის ახლა ვერონიკა. ბანანია? სველი ძაღლი როგორ უნდა მივხვდე? სახეზე მივხვდებოდით. მიდი ვასილი ჩაბა დაარტყი. ოპა. ყვითელი არის ის ნარინჯისფერი. აიღე კალამ. მიდი. ო, ნარინჯისფერი არის ან ნარწყევი, ან ატამი. აუ. ან ნარწყევი გახდება, ანუ ეხლა. მიდი. ვატამი არ იყოს, გთხოვ რა. ატამია. შეიძლება ჩვენ აგვაქვს დარხეული და ეგრე გვეჩვენება. არა, კარგად დავატრია, ცოტა დავატრია. ნახდა დატამია. ცოტა დავატრია, არ ვიცი შუაში დგას. აი ესე. ნარინჯისფერია, ოღონდ ხო. პატარა წინწკლები. აი, ყვითელი წინწკლები, ხო? מחარ, ეგ არის ან მკვდარი თევზი, ან ბარაბულკა. მარწყვის და ბანანის შეიკი. კროტი. რანაირად უმართლებს ვიჭას რაღაცას მაიმუნო. კაია? კაი, ვერონიკა ერთის. მე და შენ არა ვართ რაღაც. გაუმართლა კი შეიძლება თამაშო. შეიძლება არის შანსი. ვარ წაგვა, ფულზე არ არის, ამიტომ არ ითამაშებდი. ო, აი, ესე იგი, ეს არის თეთრი წინწკლებით, ხო? ტუტი ფრუტი ან ხო, ან ნასკი. ან ნასკი, ნაცვა. ეგ არის ნასკი. როგორ მინდოდა არა და. მიდი რა. ტუტი ფრუტი. რაღაცებს ამოიყიდა კარგები? ეგ ჩვენ ეხა დაგერხათ, კარგები აღარ არის. დაგერხათ არა, ანუ აი ცალსახად რაც არ უნდა დაждდეს. იგივე. ნაცვამი ნასკი დავაი კალო. აი, თეთრი რაღაც. თეთრი. ხო. ვარდისფერი უნდა იყოს ცოტა. მიდი შენ. სალინასკია. და გემო აგვიხწერი კარგად. არა ბიჭო, ხომ არა, შეიძლება ნახვარი ნასკი ოპის ჩაიდა. მოუწე, რა და რა არის? ნახმარი ნასკი ან ტუტი ფრუტი. არასწორად აიღო და აიღო stink bug, ანუ ჟღლინტო. ჟღლინტი, ჟღლინტს გემო არ ექნება. კაია, რაც არ უნდა იყოს, კაია. არასწორად აუღია, თავიდან აღებინეთ. Toasted marshmallow. რაზეც მიტყარით, ეს ავიღე კაცო. ესე toasted marshmallow გემო უნდა ჰქონდეს. ხო, ეგ არის მგონი. ბიჭო, რა ყველა კაი. მე ჩვენ გონია რომ всё, გააფუჭო სტატისტიკა ეხა. კაია გვაცალე კიდე, ხო? მე ეს ცისფერი მაინტერესებს ო, ძალიან. წვანე პირველია. ოპლა, წვანე מחარ. ან არის ჟღლინტი, ან არის ჟღლინტის გემო აქვს. მსხალი. როგორი გემო აქვს ჟღლინტს? აი, შეგრძნება გაქვს რო?
ბავშვობაშიო ცემის გარშ გუნტები დიზაინერს რო ჭამ, აი ეგეთი გემოა გულსტად. შეუბედურო ბავშვობის ტრამაბიც წამოიღო. გებრელა. ამართლა. აი, ცუდები უწევს ახლა ერთი წრე. მოდი, უბრალოდ ცისფერს ავიღებ რა. არა, ცისფერი, არაფერი ისეთი არ არის. აბა? ცისფერი მოვიდა. სამჯერ დაარტყიდა რომ. აბა შუაში მოდიოდა. მინე, ნუ ცისფერი ყველაზე მსუბუქი არის, ან კველის პასტა, ან ისა. აი, ხო, იჩეტერა. იჩეტერა. მაინც კაია. მე კაი ამოვიდა? კაი. რა ხდება? აღარ უთავრდება? მაინც მაჭამოთ ის რაღაცა. რენდომად? რა შეხედე? ამოიდა? და ეს დრო, ამოიდა. 3 ეს დრო. 3 მე ნანჯისფერი ის შეიძლება იყოს? ან ყდარეთებს. მახარ ჩაიდე. მენა დამწვარი რეზინა ხავ. შენ ვერონიკა. გონიერო მე ვერ ნარწყევი. მახარ. მეორეჯერ ეს ამომივიდა. დაშშები. რა, ჭამე ბიჭო, არა. ვერ ჭამეთ, ნო. ყველამ ჭამე. რა. ჭამე. ეგ არის ნასკი. შეჭმა რეზინიანი მაქვს პირიც, მაო. ჭამე ხა. ვარდისფერი მე ნასკია ნახვარი. მე მახარ, მე. ამოიწყურა. რას ლაპარაკობ? მიდი. აი, ჭამე, ყველამ ჭამა, შეჩემო, რა გჭირს? ვითომ თავლის ბაბა. რეზინა მომე ისე შე. სანტა კლაუსი ვითომ. რა თმინდა თამაში, ბიჭო. ეგ ამოიღე ხა, მე ხვალ ამიღია. აი, ერთ მაყურებლის ხათრით, მიდი. ეს შეჭამე რა გთხოვ რა. აჰა, ავიღებ და გამიმართლებს თუ არა. აი, ვარდისფერი. არა ეგ არა ნახე. ეს არის ეს. აი, არ არის ეგ, ბიჭო, მუქი. აი ხა კაბა. არა, ბიჭო, ეს რო გავაშინჯო. შენ შეჭამე. იმაში შეჭამ სამლარენი იქა მოეწონა და. ჭამე. ჰა? ჭამე. ჩაიდე, ჩადებული ხოდა. ჩაიდე. გაღეჭილინა. ჩაიდე და დაუღეჭავ. ჩაიდე. არა, ვერ არ მინდა. გადავაგრებ. მახარ, აბა გიყურებთ. ჰა? ამო მე ხო ჭამე რეზინიანი. ეს შეჭამს, გული ამერევა. აი რა გული აგერევა შეჭემა. შეედა მოგეძებნა. ჩაიდე. აჰა, რა გააკე? ჩაიდე. აუ. კალა ხო არ გინდა ბოლო დავს? რატო გაფუფლოვდი ახლა რა არის? არა. ვერი ვაშკაცამა. კაროჩე ნახმარმა ნასკვა დააგდო მახარა რა. აი მას თევს რო ხსნია ხოლმე, ხო იცი? აი შეუძლებელია. ანუ სულ არ გერო ვიღაცები ჭამენ, რა რუსი ტიპი იყო ის ჭამდა ვაფშე ჩემ. კაი, всё, შეგვიძლია ამ გემრიელ ნოტაზე. ცუდი არაფერი. როგორ ნარწყევი შეგვიძლია. ნარწყევი გააჩნია, შევა წვადის ნარწყევი იყო და გემრიელი იყო და. კაი მწვადისთან. პრემიქსერ არ არის გაზრდილი ეგეთი ღორი და. ვა. დასასრულისკენ მივიდა. მადლობა ვიკი. მადლობა. კარგი ადამიანი ყოფილხარ. მადლობა თქვენს. თავია რომ მოგიხსნეს რაღაცას ეს და ძალიან ისე და ნუ მანქანაზე მესმის ეხლა რომ ვისაუბრეთ და მე მაინც იგივე ასესორი BMW რა თქმა უნდა. პირველად მაღალ თანამდებობაზეა ვიდრე Mercedes-ი. მაგრამ ყველას ჩვენი არჩევანი გვაქვს რა. ჩვენ შეგვიძლია გავაშალოთ სხვა ბრენდი და მე მაგას ჩემი საუბარი მაგას ემსახურება. მადლობა სტუმრობისთვის. იდეები კარგი გაქვს და იმედია მე მგონი რომ ძალიან სახალისო პოდკასტი გამოვიდა. ახლა რომ შევაჯამოთ ბოლოსკენ. ძალიან დადებითი აურა გაქვს, გეტყოდი. და აი სიტუაციაში მე თავი ძალიან არ მოგაბეზრეთ და მიხარე რომ იცინე შენს რაღაც დონეზე და თლად ეგრე არ მოგბეზრდებოდა. და ეგ შენი ის კიდე რა ქვია აქცენტით და რაღაც ლაპარაკობ, ეგ ძალიან მომგებიანი თემაა საბოლოო ჯამში რომ იცოდე და ბარაბულკა. კი, ანუ ბოლომდე გაწურე და მაგრად გულშემატკივრა, მithumetes აი მის პერიოდ რო ქართულად ვაკეთებო კონტენტსო. მაცადე შეჩემა რაღაცა დავამთავრო. შეხედე ჭამა შეჩემა. ბიჭო, დამწორი რეზინო უჭამე რა ობა. არ მეგონა რომ ესეც ცუდი იქნება და არა, დამწორი რეზინო. ამა თუ გერმეტიკი არა აქვს. მიკროფონს მოაკბიჩე რამე თუ?
კაჩი, კაი, დამწვე ორჯერ ვჭამე შეჩემო. ვაფშე არ ქონდა რეაქცია და ძალიან ცუდი იყო. ჩემი კაი საბურავი იყო, გიტყობა. მიშელინის. მოკლედ, მადლობა ვიკის, რომ იყო ჩვენთან ერთად და გელოდებით YouTube-ზე საინტერესო სოკოების კონტენტს ველოდები მე. მეც. ოკეი. იმედია, ეგარი? რომ აგვიხსნი გავიგებთ, რომელი სოკო იქნება და ჩვენ მან შეცდომას არ დავთ. კაი, დავამთავრეთ. კათია.